მოგესალმებით საღამო მშვიდობისა და კიდევ ერთხელ ხვდებით ჩვენ ერთმანეთს გადაცემაში ქრისტიანობა დღეს. ასევე რა თქმა უნდა სწორი იქნება ქრისტიანები დღეს. ჩემთვის ყოველი შეხვედრა თქვენთან პირდაპირ ეთერში, თუმცა ცუდია რომ ვერ გხედავთ, კარგი იქნებოდა რომ ყველანი ერთად დამენახეთ. მაგრამ მე ვიცი რა რომ ამ გადაცემას მრავალი ადამიანი უყურებს, ამ ერთობის განცდა მაინც მაქვს და შესაბამისად მეძლევა შინაგანი мотивация, მაქვს შინაგანი мотивация. მახსენდება რა უფლის სიტყვები, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბებაო მე იქვარო, აქედან გამომდინარე მაქვს მეძლევა мотивация, რომ ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ გულით, ღვთისმაძიებლობის სურვილით, უფლისადმი ერთგულების განცდით. საერთოდ ადამიანი ქრისტიანი ცდილობს, რომ ის რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, და ქრისტიანისათვის ეს არ არის ცარიელი სიტყვები, იმიტომ რომ თუ ქრისტიანი სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა სწორად ვითარდება, აუცილებლად მივა ის იმ კონდიციამდე, რომ არა უბრალოდ ინტელექტუალურად, არამედ შეგრძნებითად, არსებითად, მთელი მისი შინაგანი სამყარო, ცნობიერი, ქვეცნობიერი, ყველა დონეზე გამსჭვალული იქნება იმ გრძნობით, რომ ქრისტეს გარეშე ცხოვრებას უბრალოდ აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანი, სწორასულიერად მაცხოვრებელი ადამიანი თავის თავს მარადისობის მოქალაქედ აღიქვავს. არათუ აღიქვავს, არამედ გრძნობს და განიცდის. და მისთვის ეს სამყარო იმდენად არის მნიშვნელოვანი, ძვირფასი, ლამაზი, მშვენიერი და სიხარულის მომნიჭებელი, მთელი ჩვენი ეს სამყარო, რამდენადაც ის ღვთისაგან მოცემული საჩუქარია. მე ადრეც გითხარით, თქვათ მე შეიძლება მქონდეს კალამი, რომელიც არაფრით არ განირჩევა სხვა კალმისაგან, მაგრამ თუ ის ჩემმა ძვირფასმა ადამიანმა მაჩუქა, მას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება და იგი ყველანაირ ძვირფას კალამზე უფრო ძვირფასია, იმიტომ რომ მისი ღირებულება, მის მიღმა არის, ანუ იმ ადამიანთან მაკავშირებს, რომელმაც ეს მაჩუქა. ესია, ერთია როცა ადამიანი, უღმერთო ადამიანი შეიძლება დატკბეს სამყაროს მშვენიერებით და სილამაზით, ეს ერთი მხარეა და პრინციპში ეს კარგია, მაგრამ არის მეორე, როდესაც ეს ძვირფასი და ძვირფასი და ლამაზი სამყარო ვიცი რომ იმის მიერ მოცემული საჩუქარია ჩემთვის, ვინც ჩემი ცხოვრების არსი და მიზანია, რომელიც ის ვინც ჩემი მამა, ის ვინც ჩემი შემოქმედია, ის ვისთან ურთიერთობასაც მე ვცდილობ, ის ვის იმედიც მე მაქვს და იმედი უკვე გაცოცხლებული რწმენა და საბოლოო ჯამში ის ვინც მე მიყვარდება მთელი ჩემი არსებით და მასთან პიროვნული ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი ბედნიერების მომნიჭებელია. ეს ცნობილი პავლე მოციქულის საფეხურები რწმენის განვითარების რწმენა, როგორც მოცემულობა, სასოება, ანუ იმედი, როგორც მოცემული რწმენის განვითარება და უმაღლესი საფეხური უკვე რწმენისა, რომელიც სიყვარულად იწოდება. ასე რომ ჩვენი შეხვედრა სწორედ აი ამ ჩვენს სულიერ განვითარებას ემსახურება, ეს არ არის რა თქმა უნდა წირვა, ეს არ არის ლიტურგიკული, ანუ ერთობლივი მსახურება, ეს არ არის თქვათ განმარტოებით ღვთის წინაშე ლოცვა და ღვთის გულში ძიება, ლოცვის დროს, ეს არ არის თქვათ ქველმოქმედება ადამიანისათვის სიკეთის ქმნა ფიზიკური თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის სხვა ფორმა, მაგრამ მაინც ეს არის ძიება ღმერთისა და ასევე იმ უამრავი ადამიანისათვის ნუგეშინის ცემა, რომელიც ამ ცხოვრებაში არიან რა ვერ უპოვიათ რა ღმერთი, ან არიციან მისი არსებობა, ან იციან, მაგრამ ჯერ მასთან კავშირი არ აქვთ და ვერ უპოვიათ, მათთვის უდიდესი ნუგეში. იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი ცხოვრების საზრისად ღმერთს იგულებს, მასთან ცოცხალ ურთიერთობას და როგორც კი ის მიხვდება, რომ ამ სოფლის მოქალაქე არ არის არამედ მარადისობის მოქალაქეა, ასეთი ადამიანისათვის უკვე ამ ცხოვრებისეული ტკივილი მეასე ხარისხოვანი ხდება. თითქოს ანესთეზია უკეთება, შეიძლება ასე ითქვას,
და ვეღაც კი განიცდის. ყოველ შემთხვევაში უბედურების მომტანი მისთვის ამ სოფლიური ტკივილები, განსასწრებელი აღარ არის. მეცაც გეტყვით, აი როგორც არ უნდა, რაც უფრო მეტად უჭირს, რაც უფრო მეტი განსასწრელი აქვს ამ ქვეყანაზე ადამიანს, რაც უფრო მეტი ჩიხური სიტუაციები ექნება, ადამიანის სარწმუნოება უფრო და უფრო ძლიერდება, უფრო და უფრო მეტად ძლიერი ისწრაფვის ღვთისაკენ, როგორც ერთადერთი გამოსავლისაკენ. ჩიხურ სიტუაციაში როცა ადამიანმა შეიძლება კი ურწმუნო თავიც კი მოიკლას, ან სულ დეპრესიაში ჩავარდეს, ან რაღაც არაჯანსაღ ცხოვრების წესში ჩაიძიროს, ამ დროს მორწმუნე უფრო მეტად ენერგიულად ისწრაფვის ღვთისაკენ, უფრო მეტად აიძულებს იგი საკუთარ თავს ღვთის ძიებაში და უფრო მეტად ცდილობს, რომ მიიტაცოს სასუფეველი, როგორც უფალი ამბობს, რომ სასუფეველი ცისა, იძულების და ვინც აიძულებს, იგი მიიტაცებს მას უფრო მეტი ენერგიულობით, იგი ახერხებს ამას, იმიტომ რომ მას ეს სოფელი თითქოს სხვა გამოსავალს არ უტოვებს და აქედან გამომდინარე ამბობენ ხოლმე წმინდა მამები, რომ ამ სოფლიური განსაცდელები დიდი შესაძლებლობის მომცემია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ღმერთთან უფრო მეტი და ცოცხალი ურთიერთობისათვის. ხოლო როცა განსაცდელები არ არის და როცა ჩვენ გარკვეულ პერიოდში რაღაც სიკეთე გვაქვს ამ სოფლიური, ესეც დამატებითი წყაროა ღვთის ძიებისა, დამატებითი მოტივაციებია, ამიტომ რომ ასე დროს ადამიანი მიაპყრობს თავს სიკეთის მომცემს, ანუ კვლავ ამ სამყაროს იქით იხედება და მადლიერებით, ეხლა უკვე მადლიერებით, არა გამოუვალი მდგომარეობით, არამედ მადლიერებით ცდილობს ღმერთთან ერთობას და მის ძიებას. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გაითიშა, როგორც მითხრეს. ასე რომ ჩვენ შეხვედრებს მე ყოველთვის ძალიან იმედიანად უყურებ და კაცმარო თქოს ძალიან დიდი სიხარულითაც მოვისწრაფი. ადამიანი რომელიც თქვათ ცდილობს რომ სულიერ სფეროში შეაღწიოს და სულიერად იცხოვროს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ქრისტიანული სწავლების ერთ-ერთი საფუძველთა საფუძველი, რომ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ მოხდება ადამიანის მეტამორფოზა. და უფალი ამას სხვადასხვანაირად გვასწავლის ამის შესახებ წმინდა წერილი და ერთ-ერთი რითაც ის გვასწავლის არის ის, როცა უფალი ამბობს, რომ სასუფეველი დღიდან იონე ნათლისმცემლისა სასუფეველი ცისა იძულებს, რაც მე წეგან გითხარით და ვინც აიძულებს, იგი მიიტაცებს მას და რატო დღიდან იონე ნათლისმცემლისა, იმიტომ რომ იონე ნათლისმცემელი თავის გზას, რომელიც ის გაკვალავს გზას ქრისტესკენ, გვაჩვენებს ქრისტესაკენ სავალ გზას, იგი ამ თავის მოღვაწეობას იწყებს შემდეგი სიტყვებით, რომელსაც შემდეგ უფალიც იმეორებს, როცა ის მოღვაწეობას 6 თვით გარკვეული დროის მერე იწყებს იოანედან, იგი ამბობს, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არის სასუფეველიცათა სინანული, რომელიც ნიშნავს მეტამორფოზას, პროცესს, დაუსრულებლად პროცესს მეტამორფოზისა, რომლის გარეშეც ადამიანს არ აქვს უნარი ღმერთთან ურთიერთობისა, ამას კიდევ უფალი სხვა ადგილას სხვანაირად ამბობს, ასე ამბობს მაგალითად, რომ ვინც არ უარყოფს თავის თავს და არ შემომიდგება მე ის ანუ იმისათვის რომ უფალს გაყვე უნდა უარყო საკუთარი თავი, უფალი ამბობს, რომ უნდა წარიწყმიდო საკუთარი თავი, რომ მოიპოვო ქრისტეში და უფალი ამბობს, რომ უნდა მეორედ იშვა, რომ ესე იგი შეძლო ღმერთთან ყოფობა, ანუ მრავალგზის მინიშნება სხვადასხვა სიტყვებით, რომ ადამიანი აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს, არა რაოდენობრივი მაჩვენებლით უნდა შეიცვალოს, არამედ არსობრივად უნდა შეიცვალოს, თითქოს და ონტოლოგიურად უნდა შეიცვალოს, შეიძლება ასე ითქვას, იმისათვის რომ გახდეს ქრისტიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეს, ეხლა ზარია პირდაპირ ეთერში და შემდეგში გავაგრძელებთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ, მამა, მოგესალმებით. გაიხარეთ. მაინტერესებს, როდესაც ადამიანი იბადება ღვთის ნებით და განგებულებით და როდესაც მისი მარადიული ხვედრი იქნება სატანჯველი, რატომ უშვებს უფალი მის დაბადებას? რატომ რას? მის მარადიული ხვედრი იქნება სატანჯველი. ესა ძალიან გთხოვთ, იყო ძალიან დაბალ ხმაზე იყო, ესე თითქმის
ავიცი 80% ესა 50% თუ გავიგე რა. მე ვერ გავიგე კითხვა კარგად, ამიტომ რა ვიცი, რამდენად უპასუხო ახლა ამ კითხვას, რომელიც ვერ გავიგე, ხმა არის და კიდევ თუ ზარია შემოუში, თუ არ დეგება დარეკოს კიდევ რომ პასუხი ზუსტად გავცე. უკაცრავად ბოდის გიხდით თქვენი ხმა არის მოდა პირდაპირ ეთერში. და თუ დარეკავთ უკეთესი იქნება რომ დავაზუსტო თქვენი კითხვა. ეხლა რაც შეეხება მეტამორფოზს. აი ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ. ღმერთი არის სამყაროს მიღმიერი არსება. სამყაროს მიღმიერი არსება არ ნიშნავს არამატერიალურს. იმიტომ რომ ანგელოზიც არამატერიალურია. გარდა ამისა მატერიაში არსებობს რეალიები, რომელიც ადამიანის გრძნობის ორგანოებისათვის მიუწვდომელია. თვით მატერიალურ სამყაროშიც კი. და მით უმეტეს ანგელოზებრივი სამყარო საერთოდ არამატერიალურია. მაგრამ ღმერთი ამ ყოველივეს მიღმა, ანუ ის ჩვენი გრძნობებისათვის მიუწვდომელია, ღმერთი ნიშნავს არა იმას, რომ ის არამატერიალურია. არამედ ის არამატერიალური ანგელოზებრივი და სამყაროს მიღმიერია. ანუ თვით ანგელოზებრივი, აი ანგელოზის ბუნება, რომელიც თქვათ გაცილებით უფრო სხვანაირია ვიდრე თქვათ ადამიანის, ხო? ღმერთთან მიმართებაში ორივე თანაბრად დაშორებულია, იმიტომ რომ ღმერთი უსასრულოდ შორს არის, როგორც ხორცისგან, ისე სულისგან, როგორც ადამიანისგან, ისე ანგელოზისგან. და თუ ჩვენ გრძნობის ორგანოებს უჭირთ, თქვათ, და ან არ შეულიათ არამატერიალური სახქმა, ან ზოგიერთი მატერიალური რეალობების სახქმა უჭირთ, მით უმეტეს წარმოგიდგენიათ, როგორი შეუძლებელია ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის ღმერთის სახქმა და დანახვა. როგორც მითხეს ზარია ესე პირდაპირ ეთერში. მოგლოცეთ მამა. ქრისტიან დაგლოცოთ. მამა, მე პირადად და ჩემი ოჯახი ძალიან დაინტერესებული ვართ ზოგადად მეორედ მოსვლის თემით, რომელსაც წინ უსწრებს ანტიქრისტეს პერიოდი, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, ვკითხულობთ ოჯახში. იქნება აი უფრო მეტი გადაცემა რომ იყოს დათმობილი ამ საკითხებისადმი, იმიტომ რომ ერთის მხრივ თითქოს მრევლი მუმრალდა ეკლესიებში, რაც უდაოდ ეკლესიის დამსახურება არის, პატრიარქის დამსახურება, მეორეს მხრივ ასევე მძლავრობს სეკულარიზმი, რომელსაც ფიქრობ რომ უფრო გვახვა გარედან არის თავს მოხვეული. იქნება აი ესეთ თემებსაც დაეთმოს თქვენი გადაცემები, მე ვცდილობ რეგულარულად გიყუროთ, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემები და აი მოხარული ვიქნებოდით თუ რაღაც მსგავს თემებსაც მიეძღვნებდა, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ვამჩნევ არის ინტერესი ამ თემებისადმი. მე ახლა ვეცდები შეგეწინააღმდეგოთ ყველანაირად. რა თქმა უნდა, ამას სიყვარულით გეუბნებით და არა ირონიით. საქმე რაშია, იცით? სეკულარიზმი ძალიან უცნაური რამეა. არსებობს რელიგიური სეკულარიზმი, რომელიც მე ვფიქრობ უფრო საშიშიც კი ვიდრე ათეისტური სეკულარიზმი. საქმე რაშია, იცით? აი მაგალითად მე მოგიყვანთ მაგალითად სეკულარიზმისა, რელიგიური სეკულარიზმისა, როდესაც რელიგიური სეკულარიზმი, ანუ რას განმარტოთ, რას ნიშნავს სეკულარიზმი ჩვენ შემთხვევაში? ეს არის ჩვენი ცხოვრების განყოფა ღმერთისგან და მიღმიერი სამყაროსგან და რელიგიური სეკულარიზმი მრავალხნაირია. აი მაგალითად რელიგიური სეკულარიზმის ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინება არის ფარისეულების მდგომარეობა, რომლებიც ზედმიწევნით აღასრულებდნენ ყველაფერ წესს და კანონს, მაგრამ მათ ქრისტე ვერ დაინახეს და ფაქტურად ქრისტე განდევნეს, ანუ ღმერთი განდევნეს, მაგრამ თან რელიგიურები იყვნენ, ხო? გარდა ამისა, აი მოციქულების სეკულარიზმი. უფალი თქვათ ესაუბრება მათ იმ ღვაწლზე, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა უნდა გასციოს და საუბრობს სახარებაში ამისთან მაგალითები 1 და 2 არ არის. უფალი საუბრობს, როგორ მას დააპატიმრებენ, როგორ სასამართლოს მოუწყობენ ელიტა ისრაელის საზოგადოებისა, რელიგიური ელიტა, განათლებული ხალხის ელიტა და შემდეგ გადასცემენ წარმართებს, აწამებენ საშინლად, იქ ნერწყვიდან ტანჯონ, ანუ შეურაცხყოფასაც მიაყენებენ და ბოლოს მოკლავენ. და მერე
მესამესა დღესა აღსდგება. ფაქტობრივად კაცობრიობის გამოხსნის მნიშვნელოვან საკვანძოს საკითხებზე ესაუბრება უფალი, სადაც აღდგომას ახსენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ ამას ვერ აღიქვავენ, არ ესმით და საპასუხოდ ისინი ეუბნებიან, რომ არ შეიძლება რომ ისე გავაკეთოთ, რომ შენ რო გამეფთები, ერთი მარჯვენით დავждებით, მეორე მარცხენით დავждებით. ანუ უფალი მიღმიერ რეალებზე ელაპარაკება და ეს რომ მიღმიერი აღდგომაზე რო საუბრობს, აქედანაც ჩანს და ისინი საუბრობენ მიწიერ სამეფოზე, რომ როცა ქრისტე გამეფთება მთელ სოფლიოში, აბა ისინი რა როლს შეასრულებენ ამ სამეფოში, მესიის სამეფოში. ეს ერთი მაგალითი. კიდევ ერთი მაგალითი, მაგალითად, როდესაც ჩვენ 60 ქულო როგორც იწყება, იცით, როცა უფლის ამაღლების სიუჟეტია და ესე იგი იქ საუბრობს უფალი თქვათ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, ამაღლების წინა პერიოდია, მკვდრეთით აღდგარ უკვე. მკვდრეთით აღდგარ, ანუ ეს მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი, უბრალოდ გასაცხელველი მაცხოვარი ხო არ არის? ხო ისინი ხო ხდებიან უკვე, რომ რაღაც სხვა რეალობასთან აქვს საქმე და მოციქულები ვერ ცილდებიან მიწას და ეუბნებიან, როდის დაამყარებ შენ სამეფოს დედამიწაზე. როდის დაამყარებ? ანუ მიწას ვერ ცდებიან. ესეც სეკულარიზმია გარკვეულწილად, იმიტომ რომ მკვდრეთით აღდგარ მაცხოვარს ხედავენ და ესენი აბა რა ვქნათ? აბა როდის დაამყარებ შენ სამეფოს? მათ ისევ რატო? მიწიერი ინტერესები. მიწიერი, მარტო იუდას არ ქონდა მიწიერი ინტერესი. იუდამ გადააყოლა ყველაფერი ამას. მაგრამ მათ არ გადააყოლეს დანარჩენმა მოციქულებმა, რომ იუდასაგან განსხვავებით მათ ქრისტე ძალიან უყვართ. ქრისტეს პიროვნული სიყვარული ჯაბნის მათში მიწიერს დაცემულ ბუნებას. გესმით? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სეკულარიზმი აშკარად არის აქ, რომ აბა როდის დაამყარებ მიწიერ სამეფოს და ასევე ძალიან ინტერესდებიან აი ამ სამეფოს წინა პერიოდით ნიშნებით და უფალი ეუბნება, არა თქვენ არ უნდა იცოდეთ ეს. და ეს ყველაფერი და ერთ ადგილას იმასაც კი ამბობს უფალი, იმდენად შეწუხდება, მოდი ესე ვთქვათ, მოციქულების ამ მიწიერი ინტერესებით, რომ ეუბნება მეც კი არ ვიციო, გახსოვთ რას ნიშნავს ღმერთმა არ იცის, ხო, მაგრამ ისინი ხო მასში ვერ ხედავენ იმ სამყაროს შემოქმედს, ხო, აი საოცარი ხედვა, რომელიც შემდგომში უკვე მოციქულებსაც ჰქონდათ და ეკლესიას აქვს და უნდა ჰქონდეს წესი, თუ ვინ არის ქრისტე, მაშინ ჯერ მათში ეს განვითარებული არ არის და რადგან ისინი ხედავენ, რასაც ხედავენ, ხო, ამიტომ ეუბნება მეც არ ვიცი. და მე რატომ ეკითხებით, მარტო მამამ იცის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეკულარიზმზე რომ საუბრობთ, თუ ადამიანი ძალიან ინტერესდება ანტიქრისტეს პერიოდით, უფლის მეორე დაბრუნების წინა პერიოდით და საკუთრივ ანტიქრისტეს პერიოდით, თუ როგორ და რანაირად იქნება და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით და როგორი დევნა იქნება და როგორი ნიშნები იქნება და რა თქმა უნდა ეს ცოდნა მეტნაკლებად არსებობს ეკლესიაში, რა თქმა უნდა ჩვენ რაღაც გარკვეულად უნდა ამის შესახებ წარმოდგენა გვქონდეს, რომ ანტიქრისტე რომ მოვა და ეს სოფლიო მართველი რო იქნება და მშვიდობა და უსაფრთხოებას რო დაჰპირდება კაცობრიობას და ქრისტეს მაგირობას გაწევას რო ეცდება და თავს რო რელიგიურ ლიდერად გამოაცხადებს და ადამიანთა თვალში რო სწორად ის იქნება ღმერთი, ხო? რა თქმა უნდა ჩვენ მივხვდეთ რომ ის არის კაცო და არა სხვა, მაგრამ ზედმეტი ინტერესები რის ხარჯზე, დანარჩენი სულიერების ხარჯზე უკვე ეს სწორედ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სეკულარიზმია, იმიტომ რომ ჩვენს რელიგიურ ცნობიერებაში განიდევნა ყველაზე მთავარი. ანტიქრისტეს ძიებაში განიდევნა ყველაზე მთავარი. ქრისტე განიდევნა. ანტიქრისტეს პერიოდის სამყაროში დედამიწაზე რა მოხდება და ჩვენ ხორცს რა დაემართება და რა პრობლემები შეგვექმნება ამის ინტერესში და ამის ძიებაში განიდევნა სასუფეველი. არა და მე მამაჩვენოში რას ვითხოვ, აბა გაიხსენეთ. მოვედინ სუფევა შენი, ანუ სასუფეველს ვითხოვ. მოვედინ სუფევა შენი, მე ეხლა მინდა ეს სასუფეველი, აი ეს განიდევნა. იმიტომ რომ ჩემი ინტერესები არის, აბა აქ როგორ იქნება ეს ანტიქრისტე როგორ შემოვიწროებს ახლა ეს პურითა ჯვარი რო არის, ხო, პურითუ ჯვარი, აბა ეს არჩევანი როგორ იქნება და ეს რა როლს შეასრულებს, თქვა, აი ამ საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩიპები და პასპორტები და ასე შემდეგ, ნუ ხო გესმით, გასაგებია რომ რაღაცა იქნება, მაგრამ მთავარი ქრისტიანობაში ეს არ არის. მთავარი ქრისტიანობაში არის სხვა რამე. აი მე როგორ ვახერხებ დღეს? მე
მე შეიძლება ხვალე უკვე გარდავიცვალო. მე როგორ ვახერხებ დღეს ქრისტესთან ერთობას? მაგ თუ არა ცოდნა იმის შესახებ, რომ ქრისტე ვეძებო, მასთან პიროვნული ურთიერთობა დავამყარო. ვიცი თუ არა რა არის ლოცვა, ვიცი თუ არა რა არის გონიერი ლოცვა, ვიცი თუ არა რას ნიშნავს ისიხასტური განწყობები ადამიანის შიგნით, ანუ ეს სიმყუდროვე და განმარტოვება ქრისტეში ჩემ შიგნით და ისიხაზმი, რომელზეც წმინდა პაისი ათონელი პირდაპირ ესე ამბობს, რომ ეს არის ეკლესიის მართლმადიდებლობის აღორძინების გასაღებიაო, ხო? აი ესე საუბრობს. ვიცი თუ არა რა არის როგორ ვისწავლო იესოს ლოცვა, ვიცი თუ არა როგორ ვებრძოლო ჩემში არსებულ ვნებებს, როგორ მოვიპოვო სიმდაბლე, როგორ დავამარცხო განკითხვა, როგორ დავამარცხო გონების გაბნება ლოცვის დროს, როგორ დავამარცხო მრისხანება, როგორ მოვერიო დეპრესიას, ნერვოს, სასოწარკვეთილებას, როგორ მოვერიო მოწყინებას, როგორ გავაცოცხლო ლიტურგიკული ღვთისმსახურება ჩემს გულში, როგორ მოხდეს რომ შევინარჩუნო ზიარების მადლი, რომელსაც ესე უხვად და წლებია ვეზიარები და მე ჯერ ღვთისმხილველი არა ვარ, იმიტომ რომ გული არ განწმენდილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს. და ეს მთავარი გვერდზე გვჩება და ვინტერესდებით მეორე ხარისხოვანი. დიახაც, ანტიქრისტე არის მეორე კი არა, მეათასე ხარისხოვანი. ანტიქრისტეს წინა პერიოდი არის მეათე ხარისხოვანი, იმიტომ რომ მე რო გარდავიცვლები, ჩემთვის დადგება უფალთან შეხვედრის ჟამი, ისე რომ ეს ისტორიულად ჯერ არ დამდგარა. გესმით? და თუ მე დღეს ისეთი განწყობას მოვიპოვებ ჩემში, რომ უფალთან შეხვედრის აღარ შემეშინდება, ანუ არ შემეშინდება მისი დაკარგვის, და მერწმუნეთ, მე თუ ვიქნები ანტიქრისტეს დროს, მე მაშინაც აღარ შემეშინდება. იმიტომ რომ პრინციპული განსხვავება ჩემს დღევანდელ გარდაცვალებას და თუ ვიცოცხლე ანტიქრისტეს პერიოდამდე ჩემს იქამდე ყოფობას პრინციპული განსხვავება არ არის, თუ მე მოვიპოვებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში შემდეგ პავლე მოციქული ამბობს, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა და ჩამოთვლის 1000 განსასწელებს, არ არსებობს ძალა, რომელიც მე ქრისტეს განმაშორებს. ორი მიზეზია, ჩემი პირადი არჩევანი და მეორე უფლისეს საოცარი სიტყვები, ვინ ჩემთან მოვა, ჩემი ხელიდან მას ვერავინ ვერ წამგლეჯს. აი ეს არის მთავარი. ამ მდგომარეობის მოპოვებაა მთავარი და ამის შემდეგ უკვე მეასე ხარისხოვანი თემებია, მათ შორის ანტიქრისტე, მისი წინა პერიოდი, თქვა ტექნიკური საშუალებები, რითაც მოხდება ადამიანების გაკონტროლება და ასე შემდეგ. ამის თქვა მინდოდა, როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ხართ. დავიწყო? დიახ. ალო. დიახ. ალო? პირდაპირ ეთერში. მამა თეოდორე. პირდაპირ ეთერში ხართ. დიდი ხნის წინ შემეკითხნენ და ახლა მაქვს პასუხი. რომაელთა მიმართ მე-12 თავი, მე-20 მუხლია. ამრიგად თუ შენი მტერი მშიერია და აპურე იგი თუ მწყურვალია წყალი აქვს იმას, რადგან ამით მოგიზგიზე ნაკვეთკლებს აგროვებ თავზე. აი ეს შემეკითხენ მამაო, ეს რაღაც სიკეთე გამოდის, რადგან ამით მოგიზგიზე ნაკვეთკლებს თუ აგროვებ მის თავზეო. მე პასუხი არც ახლა არ მაქვს, მხოლოდ ეს უპასუხე მაშინ. შემდეგ მუხში რაც წერია ნუიძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილი ძლიე ბოროტი, მხოლოდ ეს უპასუხე. გთხოვთ განგვიმარტოთ აი ამ წინა მუხლის განმარტება, რას ნიშნავს ეს? მოგიზგიზე ნაკვეთკლებს აგროვებ მის თავზე. გასაგებია. ნებისმიერი ადგილი განიმარტება ქრისტეს სულით. ანუ როცა ადამიანი ქრისტეს თვალებით უყურებს ნებისმიერ მოვლენას, ნებისმიერ სიტყვას, მოციქულისას და წმინდა წერილისას. რა თქმა უნდა, იგულისხმება თავისთავად, რომ წმინდა მამები განმარტავდნენ სწორედ ასე და წმინდა მამები განმარტავდნენ სწორად წმინდა წერილს, მხოლოდ იმიტომ, არა ადამიანური რესურსით, არამედ სწორედ ქრისტეს თვალებით რო უყურებდნენ ყველაფერს, მთელ სამყაროს და მათ შორის წმინდა წერილს. რა თქმა უნდა, არამც ეს ადგილი არ ნიშნავს შურის ძიებას, რომ ესე იგი მე შენთვის იმიტომ ვლოცულობ, რომ შენ თავზე ნაკვერჩხალი მოვაგროვო, თავისთავად ცხადია. უბრალოდ პავლე მოციქული ძალიან დიდი დიპლომატია და ადამიანს აქვს ბუნებითად აქვს სამართლიანობის განცდა და უსამართლობისა და უსამართლობა ძალიან მძიმედ იტანს და ამიტომ როდესაც
უსამართლობას აწყდება, მისი ბუნება მიდრეკილია, უსამართლობა წონასწორობას არ ღვევს სამყაროში და ადამიანის ბუნება მიდრეკილია ეს წონასწორობა გაასწოროს და ხშირად ამის გამო შურისძიებასაც კი მიმართავს და შურისძიებაში გულისხმობ, როცა თქვათ უკეთურების მოქმედს იგი დასჯის ხოლმე. და ეს ძალიან საინტერესო თემაა კინემატოგრაფიაში, მხატვრულ ლიტერატურაში და სამწუხაროდ გავრცელებული ყოფაში. ეს არსებობს, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომ ეს არ შეიძლება ამის გაკეთება ჯერ კიდევ კაენის დროს, როცა კაენი თქვათ ცოდვას ჩაიდენს, უფალი აფრთხილებს, როგორ არ შეიძლება რომ კაენზე შური იძიოს ადამიანმა და აქ კარგად ჩანს, რომ ჩვენ შვილები ვართ ღვთისა და ყველაფერი რაც თქვათ ჩვენ გვინდა რომ თქვათ რაღაცა წონასწორობა აღვადგინოთ და მით უმეტეს შევეხოთ ამის გამო სხვა ადამიანს, თუნდაც ის დამნაშავე იყოს, როგორ არ გვაძლევს უფალი ამის უფლებას, იმიტომ რომ სწორედ ის არის მამა თითოეული ჩვენთაგანის და მან უნდა განსაჯოს ყოველი ადამიანი და საბოლოო ჯამში სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა მისი უფლება მოსილებაა. ამიტომ, როდესაც ადამიანი თქვათ არის განწყობილი, რომ მას ცუდად მოექცენ და მას უნდა რომ თქვათ ის ადამიანი, ვინც ცუდად მოექცეს, დასაჯოს, პავლე ეუბნება, რომ ეს შენი საქმე არ არის. ეს ღვთის განგებულებაშია, შენი ვალდებულებაა, რომ ის ადამიანი მიუხედავად ასეთი რომ არის გიყვარდეს. რა თქმა უნდა, ახლა ამ წერილში ყველაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ამის მაგალითს თავად ქრისტე იძლევა. ქრისტეს სწავლება ესეთია, რომელსაც შემდეგ სტეფანე პირველ მოწამე იმეორებს და ყოველი ქრისტიანი ესე უნდა ცხოვრობდეს. მიუტევე მამაო, რამე თუ არ იცის ასაკეთებს. როცა შენ მე მიშავებ რაღაცას, მე ჩემი განწყობა უნდა იყოს ესეთი, რომ მამაო, მიუტევე იმას, არ იცის რასაკეთებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მსურდეს მე შური ვიძიო, პირიქით უნდა მსურდეს, რომ ესე იგი ბოროტს წინ არ აღუდგე ამ შემთხვევაში. აქ საუბარია პირად ბოროტებაზე, ხო? გასაგებია, რომ ეხლა ეს არ ეხება, თქვა, თორსა სხვას ჩაგრავენ, ის სხვა უნდა დაიცვა, მაგრამ აქ საკუთარ თავზეა საუბარი. და როცა საუბარია ნაკვერჩხალზე, ამ ნაკვერჩხალში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ საღვთო მადლი, რომელიც თუ ადამიანი შეინანებს, მას განწმენს, თუ ადამიანი ღმერთს არ მიიღებს, მისთვის სასჯელად იქცევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და ამიტომ ეს ნაკვერჩხალი არ არის დამსჯელი ნაკვერჩხალი. ეს არის გამომაფხიზლებელი ნაკვერჩხალი, ეს არის საღვთო მადლის, ანუ მე ვლოცულობ შენთვის და შენზე მადლი მოდის. თუ შენ ამ მადლის მიმღები ხარ, შენ სინანულში აღმოჩნდები. ხოლო თუ შენ სინანულს უარყოფ და მადლის მიმღები არ ხარ, მაშინ ეს შენთვის ნაკვერჩხლად იქცევა. ისე როგორც ჯოჯოხეთის ცეცხლი, ჯოჯოხეთი ეს რას ნიშნავს? რამე ცალკე რეალობა კი არ არის, იგივე წმინდა მამების განმარტებით, აქ საუბარია ისევ ღვთაებრივ ცეცხლზე, რომელიც თუ წმინდანებისათვის ბედნიერების მომტანია, უკეთური ნების ადამიანებისათვის მტანჯველია. მაგალითად, აი წმინდა წერილში არის ადგილი, როდესაც ამბობს ეშმაკეული, ანუ ეშმაკი ამბობს, ეშმაკეული სპირით ქრისტეს ეუნება, რომ რატომ მოხვედი დროზე ადრე, ნუ მტანჯავ. გესმით, ქრისტე, რომელიც ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, ხო, რომ ეს არის საოცარი ბედნიერების და სიცოცხლის წყარო, დემონისთვის არის ტანჯვის წყარო. ამიტომ ჩვენზე მოდის მადლი და თუ ჩვენ ღმერთი გვინა და გულს უხსნით, ჩვენ ვნეტარებთ, ხოლო თუ ჩვენ მას ვებრძვით, ჩვენ ვიტანჯებით. იმიტომ რომ ღმერთის მოწინააღმდეგე ნება იტანჯება ღმერთთან ყოფობით. მაგრამ საოცარი ისაა, რომ ღმერთი ყველგან არის, ამიტომ ადამიანი ღმერთის ნების მოწინააღმდეგე ადამიანი ყველა შემთხვევაში დაიტანჯება, განსაკუთრებით მარადისობაში, იმიტომ რომ ღმერთისგან გაქცევა არის აბსოლუტურად შეუძლებელი. გახსოვთ, თავხეთ ჯოჯოხეთად ფსალმუნებში როა, მაგრამ შენ ახლოს ვეხარ. ანუ უფლის გარეშე არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. და სწორედ ამიტომაც, როცა ჩვენ ლოცულობთ ახლობლის ჩვენი მტანჯველებისათვის, მათზე ნაკვერჩხლის დაგროვება ნიშნავს იმას, რომ მასზე ღვთის მადლი მოდის და თუ შეინანებს, ესე იგი ის ადამიანი იქნება, ესე იგი სიხარულში, ნეტარებაში და ასე შემდეგ, სიკეთეში, ხოლო თუ არ შეინანებს, ეს მას განსასწრებლად ექცევა. მაგრამ განსასწრებლად რო ექცევა, არა იმისათვის კვლავ რომ დაისაჯოს. არა, აი თქვა მე შეიძლება რომ შურს ვიძიებ,
როგორც წესი ჩემი შურის ძიება არის უკაცრავად ბოღმით, სიძულვილით და როცა თქვა მე ვარ შურის მაძიებელი, ღმერთი რო ამბობს წმინდა წერილში, ღმერთი რო შურს იძიებს, ღმერთი შურის მაძიებელი ბოღმით და სიძულვილით კი არა. არამედ ის განსასწრელი რომ მოდის მასე, ეს მისი გამოსწორებისთვის არის. აი დაახლოებით ისე, მაგალითად, თქვა მშობელი რომ დატუქსავს პატარა ბავშვს, რომელიც უწესოთ იქცევა, სიტყვით ვერ გაიგო და მე პატარა კუთხეში დააყენებს, ან რაღაც აკრძალვა იქნება, ხო? ან ცოტა შეიძლება ხმას აუწიოს, კოპებს შეუკრავს, რომ მან იგზნოს პატარა ბავშვმა, რომ ეს საქციელი უზნეოა. აი ამგვარს და რაისთვის აკეთებს მშობელი ამას? მშობელი აკეთებს არა იმისათვის, რომ ახლა ატკინოს, ან დასაჯოს, არამედ იმისათვის, რომ გამოასწოროს. როცა უკვე სხვა მეთოდმა აღარ გაჭრა. აი ესევია ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ეს არის კვლავ და კვლავ სიყვარულის მოქმედება ღმერთის ადამიანზე და არამც, ესე იგი ვიღაცამ არ იფიქროს, ეს არის ჩვენი მხრიდან შურის ძიება, ესე იგი ამგვარი შურის ძიება ადამიანზე. აი ეს რაც შეეხება ესე ამასთან დაკავშირებით, როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. თქვენ პირდაპირ ეთერში. მაინტერესებს, რატომ უშვებს ღმერთი იმ ადამიანების დაბადებას, რომლის სამარადისო ხვედრით სატანჯველია. და თუ აქვს ადამიანს ამ ცხოვრების მერე ადამიანს სინანულის და გადარჩენის საშუალება და სამარადისო ამ შემთხვევაში თუ ნიშნავს დაუსრულებელს. მადლობთ. ესე იგი თუ რამე საშნელი კითხვები იყო, ყველა ერთდროულად დააგროვეთ თქვენ. ეს არის ყველა საშნელი კითხვები, რაც კი შეიძლება დაარსებობდეს. ესე იგი სინანული როგორც სინდისის ქეჯნა, რა თქმა უნდა, მარადისობაში არსებობს, რა თქმა უნდა, ის არსად არ მიდის ჩვენგან და აქედან გამომდინარე ადამიანს მარადისობაში თქვათ აქვს მოლოდინის განცდა, თუ ის ჯერ ვერ არის გამართლებული და საშნელ სამჯაროზე ადამიანი შეიძლება გამართლდეს, თუ ის იყო ქრისტეს ნაწილი, მაგრამ თავის ცხოვრებით ვერ მოახერხა, რომ სულში სამოთხე ქონოდა, ვერ მოახერხა, ხდება ესე სამწუხაროდ, ამიტომ ის აღმოჩნდება იქ, სადაც მტანჯველი მოლოდინია, იმიტომ რომ გარდაცვალების მერე არც სრული სამოთხე, არც სრული ჯოჯოხეთი სანამ ადამიანის სხეულს არ ბუნებრივია. ადამიანი არ არის სრული ადამიანი საყოველთაო აღდგომის გარეშე. ამიტომ ადამიანს აქვს სინდისის ქეჯნა, სინანულში თუ გულისხმობთ სინდისის ქეჯნას და წუხლის, რომ არასწორად იცხოვრა, თქვათ და ეს პრობლემა, ანუ სულში არ აქვს, ესე იგი, სულში არ აქვს სამოთხე, რა თქმა უნდა, ამის გამო მას ტკივილი ექნება. მაგრამ სინანული აი იმ გაგებით, რასაც ამბობს იოანე ნათლისმცემელი, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველით სადა, ანუ სინანული როგორც ცვლილება ადამიანური არსებისა და სრული მეტამორფოზა, რა თქმა უნდა, ეს უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ადამიანს ამგვარი სინანული, როგორც სრული მეტამორფოზა შეუძლია განახორციელოს როგორც შემოქმედებითი აქტი და ამისათვის სულისა და ხორცის თანაარსებობაა საჭირო. აი მაგალითისათვის, მაგალითად ადამიანი შეიძლება იყოს გენიალური ნიჭიერება ქონდეს მუსიკისა, მაგრამ მას არ ქონდეს არანაირი ინსტრუმენტი და ან ინსტრუმენტი ქონდეს დაკვრის საშუალება არ ქონდეს, თქვათ ხელები არ აქვს, თქვათ ან მოკლედ შეიძლება ნიჭი ქონდეს, მაგრამ ადამიანმა ვერანაირად ვერ მოახერხოს, ესე იგი თავისი ნიჭის რეალიზება, ანუ მას ჭირდება ინსტრუმენტთან კავშირი. თუ ეს კავშირი არ არის, ან იმის გამო რომ ხელები არ აქვს, თქვათ, ან იმის გამო რომ ინსტრუმენტი ფიზიკურად არ არსებობს, მაშინ თავის ნიჭის რეალიზებას ვერ მოახდენს და ვერ განავითარებს. აი თქვათ, რაც შეეხება ცოდვას, მაგალითად ადამიანი შეიძლება იყოს მემთრალეობის ან ნარკომანის სენი დაავადებული და მიცდილობს გამოსწორებას და არაფერი გამოსდის, იბრძვის, ნანობს, თქვა და ისევ ვარდება ცოდვაში და მე თქვათ ეს ადამიანი დაიჭირეს 5 წლით ციხეში ზის და 5 წლის განმავლობაში მას არც ერთხელ არც დაულევია, არც ნარკოტიკი გაუკეთებია და 5 წლის ბოლოს მას უკვე მოთხოვნილებაც კი აღარ აქვს ნარკოტიკისა ან თქვათ სასმელისა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი გამოსწორებულია, იმიტომ რომ ის მას შემოქმედებითად არ დაუმარცხებია. მას უბრალოდ არ ქონდა ამის შესაძლებლობა და მას შეიძლება ეს დაავადება ზუსტად ისევე ქონდეს, როგორც ქონდა და ამის მაგალითები ბევრია, როგორც კი გამოდიან, თქვათ,
საპრობილედან ზუსტად რამდენიმე დღეში ან თუ არა მეორე დღესვე თუ არა იგივე ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას. ანუ და ეს 5 წელი მას რო გაეტარებინა გარეთ აი ამ ცოდვის გარეშე და დაემარცხებინა ეს ღვთის მადლით საკუთარი არჩევანი და შემოქმედებითი ბრძოლით, ხო, რომ გამარცხებს იმერე უფრო გამარჯვებების ინტენსივობა იზრდება, ბოლოს შენ უკვე ბრძოლას უგებ, შენ უკვე იცი ხრიკები ამ ცოდვისა, როგორ გამარცხებს, როგორ გაცდუნებს და ნელა და ბოლო დაამარცხე. აი მაშინ უკვე გამარჯვებული ხარ, მაგრამ მამისათვის რა დაგჭირდა შენი სხეული, რომელიც შეხებაშია ცოდვასთან. იქ ციხეში შენი სხეული ფაქტობრივად ამ შემთხვევაში ნიშნავს ისეთ განწყობას, რომ თითქოს სხეული არ აქვს. ანუ ის რაც ნარკოტიკს იღებს და რაც სასმელს იღებს, ის ორგანო თითქოს არ აქვს. იმიტომ რომ ის ციხეში ამ კუთხით გინქონია გინდარა, იმიტომ რომ იქ ხო გესმით ხორცის მიერ ცოდავ და ხორცს არ აქვს კავშირი, თქვათ, ამ წამალთან და სასმელთან. ამიტომ თითქოს ხორცი აღარ აქვს და ამიტომ ვერ გაიგებ გამოსწორდი თუ არ გამოსწორდი. ამიტომ დამარცხებ, ამიტომ სინანული საბოლოო ჯამში ნიშნავს დამარცხებას. და თუ დამარცხება არ მოხდა, სინანული როგორც ასეთი არ არსებობს. იმიტომ რომ სინდისის ქეჯნა, ხო, აი მაგალითად იუდას აქვს სინდისის ქეჯნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ქრისტეს შეურიგდა. ეს არ ნიშნავს, რომ მან ქრისტესადმი დამოკიდებულება შეცვალა. არაფერს არ მომხდარა მსგავსი. უბრალოდ სინდისის ქეჯნა ჰქონდა. აი ჯოჯოხეთის სინანული დაახლოებით გავს იუდას სინანულს, როცა ადამიანი მართლა ნანობს, იუდა მართლა ნანობდა, საკუთარ თავს არაპატია იცით, რომ საკუთარი თავი მოაკვდინა, მართლა ნანობს, მაგრამ ეს არ არის ქრისტიანული სინანული, იმიტომ რომ ამ სინანულში არ მონაწილეობს იუდა როგორც თლიანი არსება. ის რაღაც სინდისის ისა აქვს, როგორც ადამიანს აწუხებს და არ უბრძოლია მას, როგორც სრულ ადამიანს თავისი ხორცით, თავის ნერვული სისტემით, თავის სულისა და ხორცის ერთობით არ უბრძოლია, რომ ქრისტეს სადმე დამოკიდებულება შეეცვალა და ყველაფერი სწორად დაენახა. რაც შეეხება აი იმ კითხვას, რომ რატო იბადებიან ადამიანები, თუ ისინი მერე ჯოჯოხეთში მიდიან, ამ კითხვაზე პასუხი არ არის. ეხლა ეს თქვენ შეიძლება ჩათვალოთ ქრისტიანობის ნაკლად, როგორ რაღაცაზე პასუხი არ არის, ჯერ ერთი ეკლესიაში პასუხი მხოლოდ იმაზეა, რაც ჩვენ პირად სულიერ ცხონებას ეხება. ეკლესია ეს არის რა არის ეკლესია? ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული და ჩვენ ეკლესიის ცოცხალი უჯრედები ვართ და ეკლესიაში არის სული ღვთისა, რომელიც გვასწავლის იმას, რაც ღმერთმა გვამცნო და ღმერთმა არ გვამცნო, აი ამ კითხვაზე პასუხი, არ უსაუბრია ამაზე კანკაცებულ ღმერთს და აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზე პასუხი არ აქვს და სული წმინდას ამის შესახებ ჩვენ არ გვასწავლის. რატომ იბადებიან ადამიანები ისეთნი, რომელიც საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში დამკვიდრდებიან, რამე თუ ღმერთმა ხომ ყოველივე წინასწარ უწყის. კიდევ ვიმეორებ, ამაზე პასუხი არ არის, პასუხი მხოლოდ იმაზეა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ჩვენ ქრისტე ვიპოვოთ და ვცხონდეთ, რომ ქრისტეს მიბაძვა შევძლოთ, რომ მას დავემსგავსოთ და ესე იგი მარადისობა დავიმკვიდროთ. ეს არის თავარი, ამაზე პასუხი არის სრულად. ხოლო დანარჩენ კითხვებზე, ბევრ კითხვაზე პასუხი არ არის და ეს კითხვა კიდე რატო არ თulicit და სწორედ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მართლმადიდებლობის ნაკლი. ეს მე ვფიქრობ პირიქით, ეს არის როგორ გითხრათ, მართლმადიდებლური მოძღვრების ადამიანის შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრების სიდიადე. აი ეს პასუხგაოცემელი კითხვა, ეს არის სიდიადე მართლმადიდებლობისა, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ადამიანს მისი პიროვნული არჩევანის შესაძლებლობიდან გამომდინარე თვლის აბსოლუტურ თავისუფალ არსებად. ადამიანზე აბსოლუტური არაფერ შემთხვევაში არ ითქმის. ზოგადად ადამიანის თავისუფლებაზეც არ ითქმის აბსოლუტური, როგორ ვარ თავისუფალი, როდესაც მე მაგალითად მიდრეკილი ვარ ბოროტისაგან. პავლე მოციქული ამბობს, რომ ზეციური მინა, მაგრამ მიწიერს ვაკეთებო. როგორ ვარ მე აბსოლუტურად თავისუფალი, როცა ესე იგი ჩემი არსებობა უკვე ამგვარი ფორმით, ხო? უკვე რაღაცაზე დამოკიდებულს ღვთის. აი მაგალითად შემთხვევით არ არის ცნობილი ნაწარმოები დოსტოევსკისა ეშმაკნი, იქ არის ესეთი კირილოვი, მოქმედი რომელიც ამბობს, რომ ადამიანი რომ ათეისტია, მაგრამ ისეთი რა, კეთილი ათეისტია. ადამიანი რომ თავისუფალი იყოს, ის უნდა იყოს თავისუფალი ყველაფრისგან.
და ერთ-ერთი რაც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას არის არსებობა. აი მე ვარსებობა, არ მინდოდა არსებობა, თქვა შეიძლება თქვას ადამიანმა, მაგრამ ვარსებობა, არავინ არ მკითხა. პლუს ვარსებობა კაცი, როგორც კაცი, ან როგორც ქალი ვიღაცა, ხო? ვარსებობა როგორც ქართველი, ვარსებობა როგორც ვარსებობა 21 საუკუნის მოქალაქე და ასე შემდეგ. ამ ნიჭიერებით, ამ გარეგნობით, ამ თვისებებით და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს მე არაფერი არ ამირჩევია. ანუ ჩემი არსებობა, ჩემი თავისუფლების შეზღუდვა. ამიტომ კირილოვი ამბობს, რომ უმაღლეს თავისუფლებას მიაღწევს ადამიანი, იმას როცა ის იგი თავს მოიკლავს და არსებობისგან გათავისუფლდება, ხო? ნუ გესმით, ეს ერთის მხრივ პრინციპში ბოდვაა კაცმა რო თქვას, რომელიც გენიალურად დოსტოევსკმა კირილოვს, ანუ ურწმუნოს ათქმეინა, რომ ურწმუნობა სათბოულობს თავისუფლებას, ხო და იპოვა ასეთ სიგიჟეში, მაგრამ მეორე ამაში ძალიან ღრმა აზრია, რომ ადამიანის თავისუფლება ისეთი რამეა, რომელიც ურწმუნომ საწაიღოს არ იცის. ურწმუნომ არ იცის საწაიღოს თავისუფლება. ეს თავისუფლება ადამიანური, ერთის მხრივ კიდევ მეორე, ბუნებით შეზღუდული, მაგრამ აქ ლაპარაკია უკვე სხვა თავისუფლებაზე, პიროვნულ თავისუფლებაზე, რომელსაც ეს ბუნებაც კი ხელს უშლის უკვე. აი ეს პიროვნული თავისუფლება, რომელსაც ეს ბუნებაც კი ხელს უშლის თავისი ყოფებით, იმიტომ ეს ბუნება გარდა იმისა, რაც ჩამოთვალე, კიდევ მიდრეკილია პლუს ცოდვისაკენ და მიშლის ხელს სიკეთის კეთებაში, ეს პიროვნული თავისუფლება არის აბსოლუტურად, ანუ პიროვნული არჩევანის შესაძლებლობა, ხო? ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი, არავინ არ დგება ჩემმა არათუ რაიმე მოვლენა, არათუ ეშმაკი, არამედ ღმერთიც კი არ ერება. პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ვინა განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა და ყველაფერს ჩამოთვლის რაც ამ ქვეყანაზე სულ და კაი შეიძლება მოხდეს. და ამბობს ვერავინ განმაშორებს. იმიტომ რომ ეს არის აი ადამიანის საოცარი ღირებულება. ადამიანის მე მინდა ეს და აქ ვერავინ ვერ შემეწინააღმდეგება და ეს მარტო სწორი მიმართულებით შეიძლება რომ ეს განვითარდეს არა მარტო სწორი მიმართულებით, არამედ არასწორი. ადამიანმა როგორც თქვა პავლემ, რომ ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა, სხვა ადამიანმა შეიძლება თქვას, ვინ აიძულებს რომ ღმერთი მიყვარდეს, ვერავინ და წავიდეს საწინააღმდეგოდ. ეს არის ადამიანის ღირებულება. ნუ ღირსება არ არის, როცა ჯოჯოხეთს აირჩევ, მაგრამ ღირებულება ნამდვილად არის ადამიანის ღვთისხატობის საოცარი გამოვლინება და ეს იმდენად საოცარი ფენომენია, რომ ეწინააღმდეგება ღმერთის ყოვლის შემძლეობასაც და ყოვლის მცნობელობასაც. ღმერთმა ყველაფერი იცის. ღმერთმა რომ მოავლინა ადამიანი, მოავლინა ნდობით, ანუ თითქოს ღმერთი ეუბნება ჩანასახში მყოფ დედის სიახში მყოფ ჩანასახს, მე შენ გენდობი, რომ შენ თავისუფლებას სწორად გამოიყენებ და მიგიშვა, იმიტომ რომ ვერ შეგზღუდავს, თუ შეგზღუდა, შენ უკვე ადამიანი აღარ ახარ. ანუ შენ აღარ შეგილია ადამიანური სიყვარული, ადამიანური სიკეთეში მყოფობა, ადამიანური ბედნიერება. შენ ვეღარასოდეს გახდები ღვთის მსგავსი, იმიტომ რომ ადამიანური ნიშნავს ღვთაებრივს. ანუ ადამიანი ღმერთი უნდა გახდეს და როგორც კი შენ თავისუფლებას შეეხება, მორჩა დამთავრებულია უკვე. გესმით? და აი ორი აბსოლუტურად თავისუფალი არსების, ღმერთისა, რომელიც მართლაც აბსოლუტურად თავისუფალია ყველაფრით, ხო? და ადამიანის აბსოლუტური თავისუფლება, ოღონდ მხოლოდ მარტო პიროვნული არჩევანის თვალსაზრისით და არაბუნებითად, ხო? ეს ორი აბსოლუტური თავისუფლება ერთმანეთს ეჯახება. ის რომ ღმერთი დროის მიღმიერი არსებაა. იმიტომ რომ რა არის დრო? დრო არის მატერიის განუყოფელი ნაწილი. ღმერთში ისევე არ არის დრო, როგორც არ არის მასა, როგორც არ არის სივრცე. იმიტომ რომ მასა, სივრცე და დრო ეს არის განუყოფელი ეს ტრიადა, რომლის გამოკლება, რომლის თითოეულის ან ორის თან თითოეულის ცალკე არსებობა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის ტრიადა. სადაც არის სივრცე, იქ აუცილებლად არის მასა და დრო. სადაც არის მასა, იქ აუცილებლად არის სივრცე და დრო და სადაც არის დრო, იქ აუცილებლად არის სივრცე და მასა. ეს ცალკე ეს არ არსებობს, მაგრამ არც ერთი ღმერთთან არ არის. არც ერთი ღმერთში არ არის. არც ერთი ღმერთი არ არის. ეს სამივე სამყარო რო შექმნა ღმერთის მიერ ქმნილება. ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება და ამ სამყაროს ნაწილი, თუმცა არასრულად, იმიტომ რომ ადამიანი ზეცის მოქალაქეა, ადამიანი ამ სამივე კომპონენტს თავის თავში ატარებს, მათ შორის დროც. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ დროში ვარსებობთ და ღმერთისთან დრო არ არის. აი ესეც, რომ ღმერთთან არ არის დრო. ამიტომ ღმერთმა
ხვალე რა მოხდება იცის არაკორექტული ნათქვამი, თუ ხვალე ღმერთთან არ არის, ღმერთმა უბრალოდ ყველაფერი იცის. და ეს ღმერთის უდრო შემეცნება და ადამიანის დროშის შემეცნებაც კონფლიქტში მოდის, ლოგიკური კონფლიქტია, გესმით? ამიტომ ლოგიკით მე იმის ახსნა რომ რატო ხდება რომ მე დავიბადე აბსოლუტური თავისუფლებით, ხო ისეთი თავისუფლებით რომ მე ჩემს არეალში ღმერთიც კი შევზღუდე ყოვლის შემძლე არსება. რატომ არის მე ამ თავისუფლებას ცუდად ვიყენებ, მაგრამ ღმერთმა მაინც არ გამანადგურა და მაინც მომანიჭა არსებობა. აი რატო ხდება და ამას ვამბობ იმიტომ რომ ღმერთთან დრო არ არის და აქედან გამომდინარე ღმერთმა ესე იგი ხო იცის, აი ეს კონფლიქტი ლოგიკური, ეს კონფლიქტი ორი აბსოლუტური თავისუფალი არსების შეჯახებისა შეიძლება ასე ითქვას, ლოგიკურად გადაუწყვეტელია. ამიტომ ამაზე პასუხი არ არის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არის არა ნაკლი მართლმადიდებლობისა, არამედ ეს არის ღირებულება და ღირსება მართლმადიდებლობისა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ღირებულება და ღირსება ადამიანური თვალსაზრისით და ახეთ როგორი თავისუფლები ვართ ადამიანები. და ღირებულება ასევე მოძღვრებითად და ღირსება მოძღვრებითად, იმიტომ რომ ქრისტიანობა არის მოძღვრება, რომელიც ლოგიკურ ჩარჩოებს მიიღმა და ნებისმიერი მცდელობა რომ ყველაფერი ლოგიკაში მოვაქციოთ, ბადებს არასწორ სარწმუნოებას და ერესებს. ყველა ერესი წარმოქმნილია ესე, რომ ადამიანი ცდილობდა ლოგიკაში მაგალითად ლოგიკაში მოექცია, როგორ შეიძლება ღმერთი თან სამი იყოს, თან ერთი იყოს. რადგან არ შეიძლება დაასკონა. როგორ შეიძლება ღმერთმა ადამიანის ტვინმა ღმერთის შესახებ რაიმე დაასკვნას, მაგრამ დაასკონა და აქედან გამომდინარე უკვე იქნებოდა პრობლემები. აი ესე როგორ შეიძლება იესო ქრისტე თან ღმერთი იყოს, თან კაცი იყოს? როგორ შეიძლება ეს და ერთ პიროვნებაში იყოს ეს, როგორ შეიძლება და ასე შემდეგ. ამიტომ ლოგიკურად მთელი რიგი საკითხებია, რომ შეუთავსებელი ანტინომიები არსებობს ქრისტიანობაში, რომელსაც ვერაფრით ვერ მუშიარიგებ ლოგიკურად და კიდევ ვიმეორებ მოძღვრებითად, ეს არის ღირსება და ღირებულება ქრისტიანობისა, მართლმადიდებლობისა, იმიტომ რომ ეს ღვთაებრივი მოძღვრებაა და არა ადამიანური. როგორც მითხრეს, რეკლამა არის პირდაპირ ეთერში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც მაცნობეს ზარია და სანამ ზარ შემოუშვებენ, მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ხვალე 9 საათზე გადაცემა სინერგიაში, სადაც ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება წამყვანი და ასევე ვიქნები მე. გადაცემაში მოწვეულია სტუმრად ბატონი ლევან ვასაძე და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა და თუ მოგიხერხდებათ ამ გადაცემას აუცილებლად უყურეთ. ესე იგი ხვალ 9 საათზე. გადაცემა სინერგიაში. ეხლა როგორც მაცნობეს ზარია პირდაპირ ეთერში და გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? როგორც მითხრეს გაითიშა და ალბათ შემოვა როცა ის საჭირო იქნება. ჩვენ საუბრობდით ადამიანის მიერ ღვთის აღქმაზე, საღვთო აღქმაზე და საუბრობდით იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ადამიანის მეტამორფოზა, იმიტომ რომ ადამიანს თავისი ბიოლოგიური სენსორიკით, თავისი ხუთი გზნობის ორგანოთი და ასევე ინტუიციით არ შეუძლია საღვთო რეალობების აღქმა, თუნდაც იგი სულიერად ძალიან განვითარდეს ადამიანი, მაინც არ შეუძლია, იმიტომ რომ ღმერთი აბსოლუტურად მიღმიერია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სამყაროსათვის. და ესე იგი ადამიანში რაღაც ძირეული ცვლილებები უნდა დაიწყოს, რომ ადამიანი გახდეს ღმერთის შემეცნებელი, ღმერთის გამცდელი, ღმერთთან პიროვნული შეხვედრის შესაძლებლობა რომ მიეცეს. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ხარ თქვენ? მოგესალმებით მამა თეოდორე, უდიდესი მოწიწებით. კითხვა. კითხვა ასეთია, მამო, თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ამ განსაცდელებზე და ბრძანეთ რომ ეს არის გამოჩნდა უფლისა, ეს არის უფლის ნება, რომ გზა გაგიხსნა სასუფევლისკენ. დამერწმუნეთ მამაო, რომ ძალიან მძიმე ადამიანს, რომელსაც სიკვდილთან აქვს, ასეთი განსაცდელი აქვს, ან უკანასკნელი საცხოვრების და ქუჩაშია, იმას იმ მომენტში აუხსნათ, რომ ეს ღმერთს უყვარხარ და შენ ამიტომ ძალიან ძლიერი უნდა იყო. იობის მოთმინებასთან ჩვენ ძალიან შორსა ვართ.
იმიტომ რომ რწმენა არ აქვს, სიყვარული არ აქვს ჩვენ ღვთისა და ამის გამო. და მე ვეცდობ მეორე კატეგორიას ადამიანებისას, რომლებიც მატერიალურად, სტაბილურად ცხოვრობენ 20-30 წელი, განსაცდელი არიციან, ოღონდ თავის ნაჭუჭში არიან, არანაირი რელიგიურ ღმერთს მხოლოდ მაშინ ეხსენებენ, როცა უნდათ სთხოვონ, რომ მათ ეს კეთილდღეობა არ დაკარგონ. არც ღმერთი არ ახსენებს თავს, ამიტომ არიციან ღმერთის შესახებ. თუმცა მე მაინც მგონია რომ თუ ღმერთს არ უნდა იობს ვერ შეგქმნის შენ ცოდვილ ადამიანში თუ არ უნდა არ შეგიწყალებს რაც არ უნდა თუმცა მაინც მაიმედებს რომ პირველი აგერ ავაზაკი შეუშვა სასუფეველში და ამიტომ არ უნდა დავკარგოთ ჩვენ რწმენა უფლისა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობა. ხო, თემები ძალიან ღრმა არის აქ. ავაზაკის მაგალითი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ორივე ავაზაკი თანაბარ პირობებში იყო. ხო, მარჯვნივ ყოფი და მარცხნივ ყოფი ავაზაკიც ორივე თანაბარ პირობებში იყო. ერთმა ესეთი არჩევანი გააკეთა, როგორც ვიცით, მეორე სხვანაირი. ის რომ ადამიანი კეთილდღეობაშია მრავალი წელი თავის ნაჭუჭშია მოქცეული და მას ღმერთი არ ახსენდება, ღმერთი მანამდე იქამდე არ მისულა. ეს არის გაცილებით ძიმე მდგომარეობა სულიერი თვალსაზრისით მოგეხსენებათ ვიდრე განსასწრებში მყოფი ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი თავის ეგოიზმ ეს ნაჭუჭი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ეგოიზმის ნაჭუჭია და ესეთი საშინელება, ეს ისეთი უბედურება, ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანი ამ დროს ადამიანსაც აღარ გავს უკვე. ძალიან ძიმე მდგომარეობა ეს და ფაქტურად ეს ადამიანი არის ესეთი ადამიანი არის მდგომარეობაში, რომელსაც უფალი მკვდარს უწოდებს. აცალე მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები და როცა ქრისტე ესე დიაგნოზს გისვავს, რომ მკვდარი ხარ, ან გახსოვთ მდიდარი სადა გლახაკი ლაზარეს მაგალითი, როდესაც აი სწორედ თავის ნაჭუჭში მოქცეულობამ ეს მდიდარი აქცია ამ მდიდარის მდგომარეობა სავალალო გახადა ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. და ჩვენ ვხედავთ ამ იგავის მაგალითზე, რომ იგავი ხო ნიშნავს, რომ ის განზოგადდეს, რომ ღმერთი მასზე ზრუნავდა გლახაკი ლაზარეს სახით. აი ეს გლახაკი ლაზარე უნუგეშო განსასწრელშია. ხოლო მდიდარი ზუსტად აი რაც თქვენ თქვით, აი ეს ორი მაგალითი ხო, გაუსაძლისი განსაცდელი და ესეთი თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი კეთილდღეობით მაცხოვრებელი ადამიანი ზუსტად არის გადმოცემული აი ამ იგავში გლახაკი ლაზარესა და მდიდარის მაგალითში და კარგად ჩანს რომ ეს ადამიანი ანუ ეს გაუსაძლის განსასწრელში მყოფი ადამიანი იყო წყალობა მდიდრისათვის და მას თავისი აი ესეთი მართლაც მოთმინებით ყოფობა აი ამ სატანჯველში მისთვისაც მაცხონებელი იყო და მდიდრისთვისაც მაცხონებელი იყო მას რომ მისი გულქვაობა რო დარღვეულიყო. აი ჯვარცმული ავაზაკის მაგალითზე წინამამები საოცრად განმარტავენ რომ თავიდან სახარებაში ჩანს რომ ეს მარჯვნივყოფი ავაზაკის ლანძღავდა. ლანძღავდა რატო? იმიტომ რომ მათ ვარაუდობდნენ, ან შეიძლება ზოგმა ზუსტად იცოდა, ან ვარაუდობდნენ, ყოველ შემთხვევაში იმედი რაღაც ქონათ, რომ მათ შორის ეს ძალმოსილი ადამიანია ჯვარცმული, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და მათ შორის მათი გადარჩენაც. და როდესაც ეს იმედი უცროვდებათ, ისინი უკვე ბრაზდებიან და ბრაზდებიან ესე იგი დაკარგულ შესაძლებლობაზე. შეიძლება ბრაზდებიან პიროვნულად მასზეც, იმიტომ რომ უფალზეც, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ შეელო და არაკეთებს და იწყებენ ლანძღვას და ეს მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკის ლანძღავს, იმიტომ რომ გესმით რა მდგომარეობაში არიან და ბოლო შანსი ეკარგებათ და ბუნებრივია მათი გაღიზიანება. მაგრამ შემდეგ როდესაც უფალი იწყებს ლოცვას თავიანთი მკვლელებისათვის და აი აქ სწორედ ის რა ვიცი ეს ნეობის სიყვარულის სიმდაბლის აპოგეა ხო აი ეს საოცრება უსასრულო სიმდაბლის უსასრულო სიწმინდის უსასრულო სიყვარულის გამოვლინებაა როცა ლოცულობს თავიან ჯვარცმელებზე უფალი აი ამ უსასრულო სიყვარულმა და უსასრულო სიმდაბლემ და საოცარმა ადამიანობამ ამ მომაკვდავი ადამიანისა რომელიც მის გვერდზე კვდება ჯვარცმულ ავაზაკში
საოცარი შედეგი ან მისი გული ეს ავაზაკობით გაუხეშებული გაყინული გული ლღვობას იწყებს და როგორც კი ეს გული დაჩილდება გაალღვება უკვე იმ წამსვე ღმერთის მადლი რატო არ შედის ადამიანში იმიტომ რომ გაქვავებული ადამიანს ესე თავისი რაღაც პიროვნული თვისებებით როგორც კი ეს დაჩილდება ღმერთი ხო ძალადობით არ მოქმედებს ღმერთი მისულია გულთან ნახეთ რას ამბობს გაიხსენეთ ყოველი ადამიანის გულთან მდგავარ და ვრეკ ხო წმინდა წერილში როგორ არის ანუ ღმერთი ყველა ადამიანის გულთან აესია მისული მაგრამ ეს გული ეს გაქვავებული როგორც კი ეს ლღვობას იწყებს და შედის ღვთის მადლი უკვე თავისუფლად შედის და შევიდა ამ ავაზაკის გულში აესია ამიტომ ეს მაგალითი ძალიან კარგი რაც შეეხება ადამიანს რომელსაც ძალიან მძიმე განსასწრელი აქვს ხო და თქვენ ჩამოთვალეთ რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს თავისთავად ხდება ადამიანს თქვა აი რამდენიმე ესეთი არ ჩამოთვლი ძალიან ტრაგიკული შემთხვევების მოწმია მღვდელი ხოლმე საერთოდ ხო გესმით ჩვენთან ადამიანი რაც არ უნდა უღმერთო იყოს როცა აი საშინელი ეგეთი მდგომარეობა მე მოდიან მან ჩვენთან და ჩვენ გვიწევს ამ ადამიანებთან მისვლა მეცას გეტყვით სათქმელი როგორ უნდა არაფერიც არ უნდა მე ეგეთ დროს მივდივარ მე იცით როგორ არის აი შინაგანად მე სიტყვა აღარ მეძლევა ვდუმდები და მე მდუმარეთ ვარ ხოლმე ამ ადამიანებთან მე ყოფილა შემთხვევა რომ დავждები და ვარ ესე ჩემთვის ხმას არ ვიღებ თქვა უკეთეს შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ რაღაცა ვილოცო და წამოვიდე არაფერს არ ვამბობ არაფერს არც ვანუგეშებ აი ვილოცე ანუ ვცდილობ რომ ღმერთს ველაპარაკო იქ დასაც ლოცვა ქვია თქვათ და ამით აი ეს არის და პავლე მოციქულიც გვასწავლის რომ მტირალთან იტირეთო გახსოვთ როგორ არის ხო და თუ რაიმე სათქმელია ესე დროს ხო ამას მე ღმერთი თვითონ მიგვანიშნებს ხოლმე და იმ ადამიანის გულს ამზადებს ჯერ ვისაც ესეთი განსასწრელი აქვს და მერე შენ გაძლევს აი ამ სიტყვას და ეუბნები ეს ფაქიზი განწყობები თუ არ გამომუშავდა და ეს ფაქიზი დამოკიდებულება თუ არ გაჩნდა მღვდელი ძალიან სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს და ამის მაგალითებიც არსებობს გამოცდელით სასულიერო პირი თქვა შეიძლება ამგვარ შეცდომას ჩადიოდეს მაგრამ დროთა განმავლობაში სასულიერო პირის განისწავლება ბუნებრივია ხო აქ სულიერი სიფაქიზეა საჭირო სულიერი ცხოვრების გამოცდილებაა საჭირო როცა ადამიანის გული მზად არ არის მას არაფერი უნდა უთხრა და თუ ტკივა უბრალოდ უნდა ანუგეშო რაღაცნაირად როგორც შენ შეგიძლია რომ ტკივილი დაუამდეს თუნდაც იქ მყოფობით თუ შენ იცი რომ შენი მისვლაც კი გააღიზიანებს საერთოდ არ უნდა მიხვიდე გესმით ეს ძალიან ფაქიზი თემებია მაგრამ კიდევ ვიმეორებ საოცრება ხოლმე მეორე მხარე როდესაც ადამიანს უმძიმესი განსაცდელი აქვს და მე მგონებია რომ იქ აი ესე უნდა ჩუმად ვიყო ან საერთოდ როგორ უნდა მიხვიდე ან საერთოდ უცებ აღმოჩნდება რომ ადამიანის გული ღია ოღონ რამე გაიგოს ღმერთის შესახებ და აი ესე შემოყურებს და ყველაფერს ითხოვს და გიკვირს რომ ეს შეურაცხადი მეგონა იქნებოდა და როგორი მზაობა აქვს ღვთის სიტყვის მიღებისა ამიტომ საერთოდ არ არსებობს განსასწრელი რომლის ტვირთვა ადამიანს არ შეეძლოს და იმაზე მეტ ჯვარს არ ადებს ადამიანს ღმერთი ვიდრე ამის ტვირთვა არ შეეძლოს და ძალიან ხშირად და ადამიანი ვერ ტვირთულობს მაინც ისევ ამ ადამიანის ბრალია იმიტომ რომ იმ ავაზაკების არ იყოს ერთმა მიიღო ერთმა არ მიიღო რაც შეეხება იმას რომ ღმერთი ქმნის იობს არ არის თლათ მას ეს საქმე იმიტომ რომ ჩვენ ამით ადამიანს ვაკნინებთ ღმერთი ეწევა იობს მაგრამ იობის მდგომარეობა ეს იობის არჩევანია შენ აკეთება არჩევანს ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში ხინი იქნება თუ განსაცდელი და მე ამ არჩევანში ღმერთი გეხმარება აი ესეა იმიტომ რომ ესე სხვანაირად ადამიანსაც ვაკნინებთ ღმერთსაც სასტიკ და მიკერძოებულ მსაჯულად ვაქცევთ და მართლმადიდებლობისგან აღარაფერი აღარ რჩება. მართლმადიდებლობა არის, სადაც არის ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი, თავის პიროვნულ არჩევანში და არაბუნებით. და ღმერთი არის არა მიკერძოებული მსაჯული და საერთოდ ღმერთი მსაჯული არ არის მართლმადიდებლობაში. მართლმადიდებლობაში ღმერთი არის მამა, გესმით, რომელსაც ყველა თანაბრად უყვარს. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. მამა თეოდორე მე მაინტერესებს გლახაკის რწმენაზე და მდიდარის რწმენაზე ამად გარჩევაზე და ერთ-ერთი ბერის ჩანაწერი მაინტერესებს მოგითხროთ მე თქვენ ალბათ გეცოდინებათ ეს თქვენ რომ ერთ-ერთმა მდიდარმა გამართა ხინი და დაპატიჟა კარგად მოწმუნემ რა დაპატიჟა თავის მეგობრები ესეთი მდიდარი ხალხი რომელთაც ესმოდათ რწმენა და ღმერთთან იყვნენ ესე რომ თქვა კარგი სუფრით მუსიკით ეს ყველაფერი გააკეთა და შემდეგში ესენი რომ წავიდნენ თავის მსახურებს უთხრა ეხლა შემოიყვანეთ გლახაკები
რომ დაждენ ავსუფრაზე დაუძახეთ გლახაკებს. შემოვიდნენ გლახაკები და დაждენ ავსუფრაზე ჭამეს ეს ყველაფერი. და მე თვითონ აღნიშნავს ეს მორწმუნე რომ ამათ 10 მუსიკას მოусმინეს, 10 ის გემრიელი ცხელი საჭმელები შეჭამეს, 10 არაფერი. მაგრამ მე რეუბნება რომ წავლენ ეს გლახაკები რომ დაკეტეთ სავანე, მე ამის მერე სტუმარი აღარ მეყოლება. აი ეს თუ გაგვთ და თუ შეგიძლიათ რომ ეს ახსნათ ეს მდგომარეობა, რატომ დაკეტა ეს სავანე და რატომ აღარ ქონდა მე სრულად ვერ მოგიყევით სურვილი სტუმრის მიღების. და აი რა ვიცი, თუ გამიგეთ რის თქმა მინდა რა. შეეხება სახარებისეული იგავის სარწმუნოებაზე, გარეგანი რწმენა სავარაუდოდ გარეგანის ჯული ქონდა გლახაკ ლაზარესაც და მდიდარსაც, სავარაუდოდ ესე იყო, ესე ჩანს, ანუ ურწმუნო და უსჯულო არც ერთი არ არის, მაგრამ გარეგანი აქვთ ორივეს. გლახაკს აქვს, მაგრამ გლახაკის რწმენა ვლინდება საქმეში, როდესაც ის არ დრტვინავს, არ განიკითხავს, მათ შორის მდიდარსაც და არამედ ღმერთზე მინდობილი ცხოვრობს. ანუ ნამდვილი ჭეშმარიტი სარწმუნოება, როცა აქ ადამიანს ის არასოდეს არ დრტვინავს, არც ღმერთზე და არც ადამიანზე, რომელსაც მისი დახმარება შეუძლია, არავის არ დრტვინავს, არავის არ განიკითხავს და მშვიდად ცხოვრობს ღმერთზე მინდობილი. ანუ გლახაკის რწმენა ჩანს საქმეში. რაც შეეხება მდიდარის რწმენა საქმეში არ ჩანს, იმიტომ რომ იგი სხვის ტკივილს ვერ ხედავს. მას რომ ვიღაცას რო ეთქვა რომ აი ცოდვაა ჭამევა, სავარაუდოდ არ დაენანებოდა, განა რა უნდა ეჭამა ხა იმას იმდენი, მაგრამ ის ვერც ხედავს. აი რუსებს აქვს ესეთი გამოცხვა რომ გამძღარი ადამიანი მშიერისას ვერ იგებს, ხო, ვერ იგებს. ეს მომენტი არსებობს. ადამიანს აქვს ეს სამწუხაროდ, ყველას აქვს ჩვენ ესეთი პრობლემა. ამიტომ მდიდარის სარწმუნოება არ ჩანს საქმეში. მდიდარი უფრო ლუარსაბს გავს ჩვენსას, თათქარიძეს. მდიდარი ასევე გავს დოსტოევსკის აქვს ისევ ეშმაკში ესეთი ცნობილი ესეთი საოცარი ფრაზა, რითაც ორ სიტყვაში მას თათქარიძე გამოყავს. ადამიანს ახასიათებს ესე რომ ის მორწმუნე იყო, მაგრამ ძალიან ბევრის ჭამა უყვარდა. გასაგებია მორწმუნე შეიძლება იყოს და ბევრის ჭამა გიყვარდეს, მაგრამ ეგ კონტექსტშია ჩასმული რომ ადამიანის დახას როგორია ეს ადამიანი? ხო, მორწმუნეა, მაგრამ ძალიან ბევრს ჭამს, ხო? გასაგებია, ანუ ადამიანი რომელიც მორწმუნე კია კანონიკურად, გარეგნული წესებით, მაგრამ სიამოვნებას აყოლილი ადამიანია, ხო? აი ესე, ანუ ორივე წმენა, ორივეს აქვს, რასაც ქვია გარეგანი რწმენა დაყვანილი გარეგან მსახურებამდე და სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო, როგორც ადამიანს ხორციელი თვალით არ თუ სანამ ამის განღმრთობა არ მოხდება, არ შეუძლია ღმერთის ხილვა, იმიტომ რომ ის სამყაროს მიღმერია, ასევე გარეგანი საეკლესიო მსახურებით, მხოლოდ გარეგანი საეკლესიო მსახურებით შეუძლებელია ღმერთთან პიროვნული შეხვედრა. და ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გარეგანი საეკლესიო მსახურებით კმაყოფილდებიან, ამ მთელ აქცენტებს აკეთებენ ამაზე და გარეგანი საეკლესიო მსახურება, გარეგანი ღვაწლი ნიშნავს ლოცვების წაკითხვას და არა, ლოცვას ხო არის წაკითხვას, ლოცვების კითხვას, მარხვაში, ესე იგი, სცენარიული საკვების მიღებას, წირვაზე დგომას, აღსარებაზე მისვლას და რაღაც ცოდვების ჩამონათვალს, თქვათ, შეიძლება ამ დროს ღამე წამოდგომას, რატომაც არა, და რაღაც მარხვის გამკაცრებას, ქველმოქმედებას, ეს ყველაფერი განეგარი მსახურებებია, რომლებიც თავისთავად ცხადია, ცუდი არ არის, კარგი და ხშირად აუცილებელიც. მაგრამ თუ მხოლოდ მარტო ეს არის ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, ხო? ადამიანი ღმერთს ვერ შეხვდება. იმიტომ რომ ეს არის შეფუთვა იმ ძვირფასისა, რომლისათვისაც ეს შეფუთვა არსებობს. და თუ ეს ამას ხედავ და შიგ-თავს მე ვერ წვდები, მაშინ ეს ჩემთვის აი ესე იქნება. აი ეს არის სწორედ გარეგანი და რაც შეეხება ის მეორე რომ მოყევით, ეს რაღაც დაუმთავრებელი იგავია, უკაცრავად გაუგებარის არის ჩემთვის. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ну, თქვათ, შეიძლება ამ დიდარს არ მოეწონა, რომ ღარიბებს უფრო ცუდად გაუმასპინძლდა, ვიდრე შეიძლება თავის მეგობრებს და გადაწყვიტა, რომ წვეულება აღარ გაემართა, იმიტომ რომ იმ ღარიბებს არ ჰქონდათ ცხელი საჭმელი და ის მუსიკა, რაც ჰქონდათ მის მეგობრებს და შეიძლება იფიქრა, რომ ამით უფალს გული დაწყვიტა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავის მეგობრებისათვის წვეულება აღარ შეიძლება ეს რაღაც დაუმთავრებელი სახე ქონა, მაგრამ მე ესე აღვიქვი. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში.
გამარჯობათ მამაო. გისმენთ? ალო. გისმენთ, პირდაპირ ეხება. ალო, გამარჯობათ მამაო. გილოცავთ დღევანდელ წინვალ დღესასწაულს ვახტანგ გორგასლის და ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს და ეს წაით მრავალს. კითხვა არის მის და მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. როდესაც შევდივარ ხოლმე მაღაზიაში სულ მეუბნებიან რაიმე ტკბილეუზი ან ნებისმიერ მაიონეზი ან ასეთ რაღაც საკვებზე რომ სამარხვა არ არისო, თუმცა სხვაგანაც შევდივარ იქ მეუბნებიან სამარხვაო და როგორ შეიძლება რა სიტყვით ან თქვენ რა აზრის ხართ, რომ სამარხვაზეა ადამიანი შეიძლება რომ მიიღოს ასეთი საკვები როგორც მაიონეზი დაუშვათ ან თუნდაც ტკბილეული შესაძლებელია რომ მიიღოს თქვენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ თუ შეიძლება. მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენი კეთილმსახური მეფე ვახტანგი გორგასალი დავით აღმაშენებელთან და წმინდა თამარ მეფესთან ერთად იწოდებიან კეთილმსახურ მეფეებად და მათი წმინდანად შერაცხვის მიზეზი იყო არა მათი ძლიერი ხელმწიფება და მეფობა და ძლიერი და დიდებული მამულიშვილობა, როგორც ზოგიერთ გონია, ეს ძლიერი მამულიშვილი, დიდი მამულიშვილები და ძლიერი მეფეები იყვნენ, არამედ მათი წმინდანად შერაცხვის მიზეზი იყო კეთილმსახურება, მათი საოცარი განსაცვიფრებელი სულიერი ცხოვრება, ერთგულება ქრისტესი, სამივე მეფისა და ვახტანგის თქვათ სარწმუნოება ძალიან ბევრ შემთხვევაში წარმოჩენილა მისი საოცარი სიმდაბლე, უფლისადმი ერთგულება და ეს რა თქმა უნდა წარმოჩინდა მის განსაცვიფრებელ ანდერძში, სადაც ის ამბობს რომ ვეძებდეთ მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებასაზე და ქრისტესათვის და ამავე დროს პოლიტიკური თვალსაზრისით საოცარი იყო მისი ანდერძი რომ გვიყვარდეს ბერძნები და ეს ის ბერძნები არიან რომელთანაც ის ხმლით ომობდა, მთელი ცხოვრება ომობდა ხმლით ბერძნებთან, ანუ ბიზანტიასთან, მაინც მათ სიყვარულს გვიანდერძებს მასდიანულ სპარსეთთან შედარებით, იმიტომ რომ მართალია ის ორივეს ებრძოდა და ჩვენი მოყვარული არავინ არ იყო პოლიტიკურად, მაგრამ აქ ის უპირატესობას სწორედ სარწმუნოებრივ მომენტს ანიჭებს და მხარეს. ანუ ეს არის კეთილმსახური მეფე, რომელიც აი მისი სიტყვები რომ არა მოკვდითო ქრისტესათვის, არამედ აქეთ ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, ეს არის მართლა დიდებული წმინდანის ნათქვამი. და რაც შეეხება მეორე კითხვას, ფორმალურად თუ მიუდგებით, უпроსტად კაცრად, რიგორისტულად თუ მიუდგებით, რა თქმა უნდა, მარხვაში ახლა ნამსხვრების ჭამა და მაიონეზის და ასე შემდეგ რა მარხვაა. მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე როგორ მე შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აზრია, რომ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რატომ გეტყვით? იმიტომ რომ თუ აი წარმოვიდგინოთ, რომ აი თქვენ გადაწყვიტეთ რომ არ გაეკაროთ სამარხო მაიონეზს, არ გაეკაროთ სამარხო თქვათ ნამცხვარს და რაღაც ესეთ ნუგბარებს და მოხვდით სუფრაზე სადმე. ხო წარმოგიდგენიათ რა გარემო შეიძლება რაც რომ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ რომ იქ შეიძლება ზიან მორწმუნეები რომლებიც მიირთმევენ აი ამ სხვადასხვა საკვებს და თქვენ არ ჭამთ რა ვიცი მე ვფიქრობ დიდი საცდურის წინაშე აღმოჩნდებით რომ თქვენ ისინი არ განიკითხოთ და აი ესეთ დროს მათ განკითხვას უმჯობესია რომ თქვენც მასავით მარხულობდეთ არსებობს შუალედური რამ როდესაც სტუმრად მიდიხარ სადმე ხარ რასაც დაგიდებენ ჭამ ხოლო როცა შენთვის ამზადებ საჭმელს, შენთვის, თქვათ, შენთვისაც რომ რაღაცა უნდა ჭამო, სახლში რო ხარ. აი მაშინ მოერიდო, თქვათ, ესეთ ნუგბარების კეთებას. აი ეს არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ ეტაპზე. რაც შეეხება მონასტრებს, რა ვიცი ახლა, სართულსაცხოვრებელი მონასტრები, სადაც მრავალი ნეოფიტი ბერია შეიძლება ასე ითქვას და მონოზონი, სადაც ახალმოქცევლები არიან. იქ მე ვფიქრობ დიდი სიმკაცრის გამოჩენა სასურველი არ არის. აი მაგალითად მე რამდენჯერმე ვიყავი ათონის წმინდა მთაზე, სადაც ვადოპეტის მონასტერში, სადაც უდიდესი გამოცდილების ბერებიც არიან, ეს არის იოსების სიხასტის სულიერი სკოლა
და ამიტომ მათი სულიერი ცხოვრება სწორ ჩარჩოებში და სწორ გზაზეა, მაგრამ იქ საკვები საკმაოდ მდიდარია, ორჯერად იკვება აქვს, საკმაოდ მდიდარი საკვები აქვს და ხა იქ არ არის მაიონეზი არ მინახავს, მაგრამ იქ სუფრაზე ღვინოც არის, ზღვის პროდუქტებიც არის, ტკბილეულიც არის და ასე რომ და მათთვის ეს ხელი შემშლელი არ არის სულიერ ცხოვრებაში. აი სხვა საკითხია, სადაც ის მონასტრები, სადაც უკვე წარჩინებული სასულიერო გამოცდილი ბერები არიან, 2-3 ადამიანი, 4 ადამიანი, ან მით უმეტეს მარტო ყოფი განდეგილი, იქ რა თქმა უნდა უკვე მეტი სიმკაცრეა. პრინციპი ესეთია, სულიერ ცხოვრებაში გარეგანი მსახურება, გარეგანი 8 წელი არ უნდა უსწრებდეს ძალიან სულიერ გამოცდილებას, იმიტომ რომ თუ გარეგანმა ძალიან გაუსწრო სულიერს, ანუ სულიერად თუ ნეოფიტი ვარ, აი ახალ ჩამოყალიბებული და 8 წელი მოვინდომე განდეგილისა, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ძალიან ცუდად დამთავრდება, მე უკეთეს შემთხვევაში აღმოჩნდები გაღიზიანებული, გაბრაზებული და ესე იგი რაღაც შეიძლება დეპრესიულ მდგომარეობაშიც, ხოლო უარეს შემთხვევაში აღმოჩნდები ყველას გამკითხველი და ყველა ადამიანზე ზემოდან მაცქერალი. ამიტომ ზომიერება გამოიჩინეთ და მთავარს მისდიეთ. მთავარი ეს არის სწავლა ქრისტესთან ერთობისა, გონიერი ლოცვისა და ღვთისმაძიებლობის სწორი ფორმები და საკუთარ ბნებებთან სწორი ბრძოლა, ანუ როდესაც ჩვენ გარეგანი ცოდვების გამომწვევ მიზეზებს ვეძებთ ჩვენში და მათ ურტყავთ პირდაპირ. ეს უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში. და თუ ჩვენ ამას ვისწავლეთ, თუ ჩვენ გონიერ ლოცვას ვისწავლეთ, ნელ-ნელა თვითონ სული ქრისტესი, რომელიც შემოვა ამ დროს ჩვენში, და ეს ყველაფერი სიმდაბლის საძირკველზე უნდა იყოს აშენებული, ის ყველაფერი ნელა-ნელა იმ სიამეთ მოყარეობის სურვილს ნელ-ნელა დაძლევს ჩვენში, ოღონ ისე რომ სხვისი განკითხვის განწყობები არ გვექნება. ზარია პირდაპირ ეთერში როგორც მითხრეს. მაინტერესებს მამაალთან მაქვს ასეთი შეკითხვა. აი 56-57 წლებში ადამიანებს სახლებში რო ნაცვლავდნენ, მაგ პერიოდში ადამიანი მოინათლა და მონათლის დროს რაღაც მიზეზების გამო ამ კაცმა მოიწმინდა მირონი. რაქნა? და ის ადამიანი შეიძლება თუ არა მონათლულად. ვაი მე ვერ გავიგე, რაქნა ამ ადამიანმა? ხო არა, მონათლულია კი. მირონის ზემოქმედება არის 56 წელში მირონი ესე მოიწმინდა, როგორ მოიწმინდა და ის გახსოვთ მირონის ცხებას ყისიერი ზემოქმედება აქვს. აქ საქმე იმდენად ნივთიერებაში არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ნივთიერება მატარებელია საიდუმლოებისა, როგორც ნათლობის წყალია მატარებელი საიდუმლოებისა, როგორც ზიარების პური და ღვინო არის ამ საიდუმლოების მატარებელი და გარდაქმნილი არსი შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მირონის ცხებას ამ შემთხვევაში მეხსეული ზემოქმედება აქვს, ისე როგორც წყლის დასხმას ნათლობისას მეხსეული ზემოქმედება აქვს. თავარი არის აქ არა იმდენად ეს რაღაც ნიუანსი, არამედ მონათლული ადამიანი როგორ ცხოვრობს. თუ ახსოვს ამ ადამიანს ის აღთქმა, რომელიც მის კისერზეა როგორც მონათლულისა. ეს აღთქმა მდგომარეობს შემდეგში, რომ იგი უნდა განეშოროს ეშმაკს და მის ბოროტ საქმეებს, ან მან უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ბოროტის საქმეები, მან უნდა იცოდეს ცოდვა რა არის, მან უნდა იცოდეს ცოდვის გამოვლინებები, მან უნდა იცოდეს როგორ რეალიზდება ცოდვა ჩვენში, მან უნდა იცოდეს ეშმაკის მოქმედებები, მან უნდა იცოდეს დაცემული ბუნების მზაკვრობები და ამის გარეშე ამ აღთქმას რო განეშორება ეშმაკს და მის საქმეებს ვერ შეასრულებს. გარდა ამისა ისდებს აღთქმას, რომ შეუდგება ქრისტეს და უკვე შედგომილართ ქრისტეს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ისდებს აღთქმას, რომ იგი გაყვება ქრისტეს, დაემოწაფება და უკვე გაყოლილია მას. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა იცხოვროს როგორც ქრისტეს მოწაფე უნდა ცხოვრობდეს, ანუ ქრისტეს მიმდევარი იყოს. მეცაც გეტყვით, ეს ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გააგრძელოს ქრისტეს საქმე. ყოველი მონათლულის ვალდებულებაა, რომ თავის სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რა პროფესიაში არ უნდა იყოს და რა სოციალური სტატუსიც არ უნდა ქონდეს, ყველგან იგი მოქმედებდეს ისე, როგორც ქრისტე იმოქმედებდა, როგორც ქრისტე გააკეთებდა, როგორც ქრისტე შეხედავდა, ანუ ქრისტეს თვალებით
უყურებდეს სამყაროს, სხვანაირად ის აი ამ აღთქმას რო შეუდგება ქრისტეს და უკვე შედგომილას ქრისტეს, ანუ გაყვება ქრისტეს და უკვე გაყოლილი ამასე, ამ აღთქმას ვერ შეასრულებს. გარდა ამისა, იზრდებს აღთქმას, რომ მისთვის ქრისტე არის არა მარტო ღმერთი, ესე იგი უნდა იცოდეს ვინ არის ქრისტე და რას ნიშნავს, რომ ადამიანია თან და ღმერთი როგორ არის, ამავე დროს ის არის მეუფე. მას წამს ქრისტე როგორც მეუფე, ანუ მეფე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ის არის მორჩილი ქრისტესი, ანუ მან უნდა იცოდეს ქრისტეს ცნებები და მას აღასრულებდეს. და გარდა ამისა, მან უნდა იცოდეს მრწამსი, ანუ რა გვწამს მართლმადიდებლებს, ანუ მართლმადიდებლური დოქტრინა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ სანამ ადამიანი ამ აღთქმას არ დადებს და სანამ ადამიანი ამ მართლმადიდებლურ დოქტრინას არ ჩამოაყალიბებს, მისი ნათლობა არ შეიძლება. და თუ ის მონათლულია ისე, რომ ვერ გაიაზრა რა თქმეინეს და რა აღთქმა დაადებინეს, და ან თუ ბავშვი იყო და შემდგომში მას არ ასწავლეს, ეს პასუხისგებლობა მის კისერზე მაინც არის. და აი დღეს თქვათ, მე როცა ვეუბნები და ჩემი სახით აიონება ეკლესია, რომ შენ თუ მონათლული ხარ, ეს ნიშნავს, რომ შენ ქრისტეს ერთგული უნდა იყო. უნდა იცოდე ქრისტიანული მოძღვრება. უნდა ქრისტეს ერთგული იყო ყველაფერში და ეკლესიის ცოცხალი ნაწილი იყო. ეკლესიის ის ამბობს, რომ მე მწამს ეკლესია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ეკლესიის ნაწილი ხდება, თუ ის ამას არ გააკეთებს. ეს გარეგანი თქვათ რაღაცა ნიუანსები მირონი მოიწმინდა თუ რაღაც, ეს ყველაფერი გვერდზე დარჩება, იმიტომ რომ აღთქმით წარსდგება იგი ღვთის წინაშე. და ეს ეხება არა მარტო მას, არამედ ყველა მონათლულს და ყველა ქრისტიანს ეხება. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად უპასუხისგებლოდ ვეკიდებით ჩვენს აღთქმებს, რომელიც ნათლობის წინ გვაქვს დადებული და ძალიან სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ ადამიანს რომ დაპირდება და იმას არ ასრულებს, ეს არის პრობლემა და წარმოიდგინე ღვთის წინაშე დადებული აღთქმა, რომელსაც ადამიანი ისე გულარხენად ეკიდება, გეგონება და ისე ცხოვრობს, თითქოს ქრისტიანი არ არის. ისე ცხოვრობს, თითქოს ღმერთი არ არსებობს. ანუ ღმერთის გარეშე ცხოვრობს. ხო, ეს ძალიან ცუდია. ხო და აი პირველ რიგში ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. მამა მოგესალმებით. მაინტერესებს პატარა როდესაც ვიყავი მე ასე 3 თვის ასაკში ხო გამნათლეს პირველად და რომ გავიზარდე მე ხო მე არ ვიცოდი ახლა ეს თუ და მეორეთაც გავინათლე ესე 12 წლის ასაკში. და თუ რამე ცოდვა არის და ან თუ ცოდვა როგორ რა გავაკეთე რით მოვიდანიო რა როგორ მოვიქცეთ მინდა თქვენი დაარიგება თუ შეიძლება. კარგით. ეს ბოლო შეკითხვა უკვე ჩვენ განდასება სრულდება, რაც ნათლობაზე ვესაუბრეთ თქვენს წინ შემოსულ ქალბატონს, ეს აბსოლუტურად თქვენ ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, ანუ თქვენი მთავარი პრობლემა არის თუ თქვენ ცხოვრობთ არაქრისტიანულად და რადგან თქვენ ამ კითხვას სვავთ, რადგან თქვენ თვითონ ტერმინოლოგიურად ხმარობთ სიტყვას განათლას და არა მონათლას, ეს უკვე მე მაფიქრებინებ, რომ თქვენ ეკლესიის ნაწილი არ ხართ, ნუ ნომინალურად როგორ არ ხართ, ნათლობით ადამიანი ნომინალურად ეკლესიის ნაწილი ხდება, მაგრამ მისი ცოცხალი უჯრედი არ ხართ და ზიარებით ქრისტესთან ერთობა არ გაქვთ, ანუ თქვენ არ ცხოვრობთ ქრისტიანულად, თქვენ არ ისეთ ქრისტიანული მოძღვრება, თქვენ ქრისტეს მოწაფე არ გამხდარხართ ჯერ, ხო? ქრისტეს მიმდევარია, თქვენ ცხოვრებაში არ ცდილობთ, რომ ქრისტეს საქმე გააგრძელოთ ნებისმიერ საქმიანობაში, ნებისმიერ სფეროში, ეს იგრძნობა თქვენ კითხვაში, თქვენი მთავარი პრობლემა არის სწორედ ეს. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, ეს მე მეჭობა, რომ თქვენი დანაშაული იყოს პირდაპირ, იმიტომ რომ თქვენ პატარა იყავით პირველ შემთხვევაშიც და პრინციპში მეორე შემთხვევაშიც გაუცნობიერებელი. ეს არის უფრო იმ ადამიანების დანაშაული, დასრული ადამიანების, ვინც ხელშემწყობი იყო ამისა, იმიტომ რომ თუ ადამიანი მაგ შეგნებულად ჩაიდენს ამას, ეს მისთვის ძალიან მძიმე ცოდვა, იმიტომ რომ ეს არის როგორ გითხრათ რა, აი აბსოლუტური ურწმუნოება შეიძლება ასე ითქვას რა. ეს არის ქრისტიანობის და ქრისტიანული საიდუმლოების ღმერთთან ურთიერთობის მაგიურ რიტუალად გადაქცევა. ანუ ეს აბსოლუტურ ურწმუნოებაში მე ვგულისხმობ, აქ ცოცხალი ღმერთის ადგილი არ არის საერთოდ. ღმერთი არ არსებობს ესეთ სარწმუნოებაში, არსებობს რაღაც გარეგნული წესები, რომელიც მაგიურ რიტუალებამდეა დაყვანილი და ადამიანი ამ მაგიური რიტუალების გაკეთების საშუალებით ცდილობს ამ სოფელში რაღაცა პოზიცია გაიმყაროს და რაღაც მდგომარეობა მოირგოს. გესმით, ეს არის ხოგონები აი ძალიან ცუდი რაღაცა, მაგრამ თქვენ ეს ნაკლებად გეხებათ, პატარა იყავით და ნათლობა სინამდვილეში არის ის პირველი, მეორე არაფერი არ არის, ეს არის პროფანაცია, ეს არის დაცინვა საიდუმლოებაზე, პირველია ნათლობა, მეორე არაფერი, თავისი ყველაფრით ნათლიები და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენი პრობლემა უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ თქვენ ხართ
ნომინალურად ქრისტიანი, ნათელღებული ადამიანი და თქვენ არ იცნობთ ქრისტეს მოძღვრებას. დამერწმუნეთ, რომ ქრისტეს მოძღვრება არც უბრალოდ ზნეობრივი ცხოვრებაა. მე და ამით დავასრულებ მე ჩვენ დღევანდელ შეხვედრას, რომ მე თავიდან გითხარით, რომ ეს არის ადამიანის მეტამორფოზა სრული, უფალი ამბობს, რომ ვინც მეორედ არ იშუება, ვერ შევაო სასუფეველში. აი წარმოედგინეთ, რომ წარმოედგინოთ თევზი, რომელსაც ჩვენ განვუვითარეთ ლაყუჩები და მოვინდომეთ, რომ ის ესე იგი ჰაერზე ცხოვრობს. რაც არ უნდა განვითარდეს თევზი, ის ჰაერზე ვერ იცხოვრობს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ადამიანი უკეთესობისაკენ, რა სრულყოფილებასაც არ უნდა მიაღწიოს, მას ღმერთთან ყოფნის უნარი არ აქვს. ქრისტიანული ცხოვრება ნიშნავს არა ადამიანის სრულყოფილებას ზნეობრივ და სულიერ, გნებავთ ფიზიკურ ასპექტში, ისე როგორც თქვათ აღმოსავლურ რელიგიებშია თქვათ, ხო? იქ არის მაქსიმალური ცდელობა, რომ ადამიანის სრულყოფილება დაიწყოს და ეს განვითარდეს ადამიანი, როგორც არ უნდა განვითარდეს ადამიანი, იგი კვლავ შექმნილი არსების ჩარჩოებში რჩება და მას არ აქვს უნარი ღმერთთან ყოფობისა. იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის ქრისტესთან ურთიერთობა და ქრისტე არის ძეღმერთი, რომელმაც გამოიარა ეს უფსკული ღმერთსა და ქმნილებას, საღვთო ქმნილებას, აქ ანგელოზებიც შედიან და ღმერთ შორის არის გაუვალი უფსკული. გადაულახავ, იმიტომ რომ ღმერთი არის რეალობა, რომელმაც ინება და ეს ენერგია არსებობს, სამყარო როგორც ენერგია არსებობს, ასეთი მრავალფეროვანი ლამაზი, ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებული და ღმერთმა ინება და ამ სამყაროში, სადაც არიან ცოცხალი ორგანიზმები, ცოცხალი არსებებიც, მათ შორის ანგელოზებიც, რომლებიც არამატერიალურია, მაგრამ ენერგეტიკულია და აქ არის, შექმნა ამ ყველაფრის გვირგვინი, ადამიანი. და ეს გვირგვინი, ადამიანი ამის გვირგვინი, იმიტომ კი არ არის, რომ ყველაზე ფიზიკურად ძლიერი და ყველაზე დიდი ადამიანი ერთი ცისქნა არსებაა, იმიტომ რომ მას აქვს სწორედ ის, რაც აქვს ღმერთს და რაც არ აქვს, ნაკლებად აქვს სხვას. ეს არის თავისუფლება და შემოქმედებითობის სიხარისხი, რაც ანგელოზსაც არ აქვს. და თავის თავში ის აერთიანებს როგორც ანგელოზებრივს, იმიტომ რომ სული აქვს, ისე მატერიალურს და ცხოველურს, იმიტომ რომ ხორცი აქვს, ყველაფერს მოიცავს, ხო? და მის გადასარჩენად, იმიტომ რომ მან თავისუფალინებით ღმერთი უარყო, მის გადასარჩენად თვითონ ღმერთი ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი მოდის და აქ იღებს ადამიანურ ბუნებას. შემდეგ ეს ადამიანური ბუნება წამოყავს უკან დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამის, ანიჭებს სრულ ძალმოსილებას და თავის თავს როგორც ღმერთი აქ გვიტოვებს ზიარების სახით და თავის თავი, როგორც თავის თავი ძეღმერთმა თავის ადამიანური ბუნება გადოხიდათ ამ უფსკულზე ღმერთსა და სამყაროს შორის. და ამიტომ ადამიანი რომ ცხონდეს, ცხონება ჩვენთვის არის ღმერთთან ყოფობა, ამას პირდაპირ ასწავლეს ქრისტე, ადამიანი რომ ცხონდეს, მისი განვითარება, როგორც არ უნდა განვითარდეს, ის როგორც ქმნილება, მთელი სამყარო ხელში რომ დაიჭიროს, ის მაინც აქ რჩება. მისი როგორც მისი სრულყოფილებას ნეობრივი სულიერი, რა ვიცი, აი ისეთი ადამიანი რომ გახდე, რომლის გავსი არ დაბადებულა არასოდეს, ეს არ ნიშნავს შენ ამას გადალახავ, შენ მაინც იქ ახარ. ერთადერთი ეს არის ქრისტესთან ერთობა და ქრისტესთან ერთობა ნაყოფს იღებს და ეს ნაყოფი არის შენი გარდაქმნა როგორც ადამიანისა, შენი აბსოლუტური მეტამორფოზა და განღმრთობა. ეს ნიშნავს, ანუ ადამიანი ხარ და ღმერთი უნდა გახდე, ისე როგორც ქრისტეში ადამიანური ბუნება განიღთო, რომ შენ შეგეძლოს, ესე იგი ქრისტესთან ერთად მყოფობა, ანუ ყოფობა ყოვლადწმინდა სამების წიაღში და გახდე მეოთხე სამებაში და ეს არის შენთვის 3-4. აი ეს არის. ამიტომ ეს არის საოცარი მოძღვრება ქრისტიანობა, რომელიც ადამიანს საოცარ პერსპექტივას პირდება თითოეულ ადამიანს და როცა ადამიანმა ეს არ იცის, და მისთვის ქრისტიანობა უბრალოდ კეთილი მოქალაქეობაა, ძალიან ცოდვაა ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ მას გვერდზე წინ საუნჯე უდევს და ვერ ხედავს და კმაყოფილდება თავისი კეთილი მოქალაქეობით. ხო ხვდებით ეს რა ცუდი რაღაცა, ამიტომ ვეცადოთ ძმებო და დებო, რომ ეს განძი, რასაც გვთავაზობს მართლმადიდებლობა, გავაცნობიეროთ რა არის, შევისწავლოთ, შესაბამისად ვიცხოვროთ და მერე იცი რა, ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ არ მინდა მე ეს. კი ბატონო, ადამიანს არ უნდა, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას რაიმეზე არ მინდა, როცა ჯერ არ იცის ეს რა არის, ხო? და მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც გაიგებს რა არის და მე ეს თეორიული ცოდნა ხომ არ არის მხოლოდ, ეს არის ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს რაც მე ვთქვი, ეს განვითარება ხდება ღმერთთან ცოცხალი უმჭიდროესი ურთიერთობით, მასთან ურთიერთობის ძიებით.
და უფალიც არ აყოვნებს, ის მოდის და როგორც ჩვენში სხვა სამყაროს მიღმიერი რეალობა მკვიდრდება და უკვე შენში რო გძნობს სხვა არსებას, რომელიც საოცარ განწყობებს გაძლევს, განცდებს, გაძლევს, რომელიც გზდის და რომელიც გასხვაფერებს და შენი განხრთობა იწყება. ეს საოცარი პროცესია ადამიანში, ეს არის სწორედ ქრისტიანობა, ეს არის ქრისტეს მიმდევრობა და როცა ადამიანი ამ გზაზე დგება, ადამიანმა შეიძლება თქვას, მე ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ მე ვარ ქრისტიანი. მე ყველას უსურებ, რომ ეს სიტყვები გულით ეთქვას, განცდით ეთქვას და ამგვარად ცხოვრება გაეგრძელებინოს. ღმერთი შეგვეწიოს დღეს ჩვენი შეხვედრა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.